მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, მე ვარ ჩავლარ ამიშვილი, უკვე მესამე დღეა რაც გადის ჩემი გადაცემა, რომელსაც ქვია ჩავლარ ამიშვილის დილა, გადის მაესტროს ტელე და რადიო ეთერში. როგორ ახართ? აქ არის ჩემი კაქტუსი თორღვა, რომელიც დუმს ჯერჯერობით, მაგრამ მე მაქვს იმდენი ისეთი ამბიცია, რომ იმდენს ვილაპარაკებ, რომ ბოლოს კაქტუსიც კი ალაპარაკება თორღვა და ნუ რა სიტყვის პირველ სიტყვას ეგ ძალიან საინტერესო იქნება. 2-40-00-30 არის ჩვენი გადაცემის ტელეფონის ნომერი, დაარეკეთ რაღაცები გითხარით. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ბატონი ომარ მიხეიძე, მოცეკვავე, ადრე ცეკვავდა და ეხლა მოცეკვავი იქნება, იმიტომ რომ ადამიანმა თუ ერთხელ ძალიან მაგრად იცეკვა, მე სულ ცეკვავს და ცეკვავს. სულში მაინც და სულით მოცეკვავე ბატონი ომარ მიხეიძე გვეყოლება გადაცემის სტუმრად 140 წუთში მოგზანდება. და ზარია არის ზარი უკვე გვანცა მადლობინებს რომ თქვენი ზარია პირველი მსმენელი ხართ თათარი ახლის სიფთა ასე თქვა გამარჯობათ ბატონო შალვა როგორ გძანდებით თქვენი სახელი ჩემი სახელი თამაზი გისმენთ ბატონო თამაზ გაწუხებთ რამე რა ბატონო შალვა ერთ შეკითხვა მაქვს მეცხრიახი როდის გავა სატელიტზე აღდგომების მერე სატელიტზეც და ეთერშიც აღდგომების მერე აჰა დიდი მადლობა ელოდებით ხო მეცხრიახს ელოდებით დავიდა გვანცა კაცი 2-40-00-30 ყავს მენელი? ალო? ალო? დიახ. დილამშვიდობით ვარ. რა ქვია თქვენ? მანანა. მანანა? დიახ. მანანა იმ ფილმის საპატივცემულოდ ხომ არ დაგარკვეს მანანა რო ქვია? არა, უფრო ძველი ვარ. უფრო ძველი ხართ? თქვენ ხო იცით მანანა რო ყველაფერი ძველი არის, კარგად უბრალოდ ყველაფერი ახალი არის, კარგად დავიწყებული ძველი. ძველი. თქვენ ხართ კარგად დავიწყებული? ერთი სათხოვარი მაქვს თქვენ სტუმრებთან დაკავშირებით. დიახ, ვინ გინდათ რომ მოვიწვიო? ისეთი საინტერესო ჩამონათვალი მაქვს ჩემი აზრით. ნანა ზარდიაშვილი. ნანა ზარდიაშვილი. გენაცვალე ნანა ზარდიაშვილი დღეს დაპოსტა Facebook-ზე რომ კოგიტო ერგო სუმო, ანუ ვეჭო ესე იგი ვაზრონებო, ესე იგი ვარცებობო. ხო და ლათინურად დეკარტეს გამონათქვამია და მე უთხარი რომ კარტეზიანელკა ხარ მეთქი და აი ესე Facebook-ით თუ ველაპარაკებით ერთმანეთს და არ მოდის ცოცხალი თავი რა ვქნა ხა შალვა თამას ყემალაძე ვინ არის ყავდა კაცი თამას ყემალაძე არაჩვეულებრივი გადაცემა ყავდა თამას ყემალაძე კი დათო მაღრაძეც ყავდა თემურ ქორიძე ძალიან საინტერესოა. თემურ ქორიძე ჩაინიშნე მანცა. ძალიან ქორიძე ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მაგარი. და სოსო სიგუა თუ შეიძლება. სოსო სიგუა? ესეა? ვინ არის? ეს არის კრიტიკოსი, ნუ არაჩვეულებრივი მოსაუბრე. ნუ სჭირდება ეს ამ ხალხის. სოსო სიგუა, ვისი კრიტიკოსია? თეატრის, კინოს, ლიტერატურის, კი ბატონო, სოსო სიგუა. გავეკითხავ სოსო სიგუაზე, ჩემი სიცხვილე რო არ გამიგი აქამდე. იცი შენ სოსო სიგუა? მაშინ ზოგადად მოიყვანთ. მადლობთ. 2-40-00-30 დაარეკეთ და რაღაცები გითხარით. ალო? გამარჯობათ. მადლობას გიხდის სერიალებისათვის. რომელი სერიალებისთვის? აი, დარდუბალას. ბანანის რესპუბლიკა? დიახ. მოგწონთ? ძალიან. ეხლა ახალ რაღაცას ვამზადებ. იმიტომ რომ ხერხემალი გაიმაგრა ამ ფილმმა ძალიან. ვინ გაიმაგრა? ხერხემალი გაიმაგრა ფილმმა, ხო. და იკითხება უკვე ყველა დეტალები, იქ რაც ჩანაფიქრში გაქვს თქვენა და ტექსტი კარგად ჩანს. და ჩემთვის თავარი იყო ის რომ დარდუბალას ბევრად აჯობა ამან უკვე. ხო? კი. შეძარება არ არის. ისა რეჟისორს მინდა ვკითხო. იცი როგორ მინდა გავაკეთო? ჩემ მაკაცი ჩორნას მინდა ვკითხო რომ აი ეხლა რაღაცა ვიდეოს გავუშვებ ახლა ბანანის რესპუბლიკა. დიახ. აქ ვერ გამოგყვავს ხო? კაი, მაგრამ მომისმინე, აქ რო გაუშვა და კამერამ რო აიღოს ეგრე შეგვიძლია, ხო? ანუ ეგრე რო, ვაიცა, რო ხალხმა ნახოს რა მზადდება, რომ ვოლოდინში იყოს რა. არა? აი. ჩანს რამე ეთერში. ხო. ზანაც ისე არა, ძალიან
კარგად არა. აი უხმოდ ხედავთ, ეს ვაკეთებ რაღაც მაგარ გადაცემას და შეგიძლიათ ნახოთ პრომო. ჩანს კაცი ჩორნა. ხო, ну, მოკლედ ისეთი რაღაცა გაკეთდება რა. ასე მიმალოტნად გაჩვენეთ. ვისაც მოგწონთ ბანანის რესპუბლიკა, შემიძლია მოგცეთ გარანტია, რომ უკეთესი არა, მაგრამ ну, იგივე შედეგის რაღაცას ვაკეთებ. მადლობთ, დიდი მადლობა. 2-40-00-30 არის ჩვენი განსამის ტელეფონის ნომერი. ალო? მშვიდობისა. გამარჯობათ. როგორ გძანდებით? თქვენ რა ქვიათ? მე მაია მქვია. მაია? მაგრამ ხასიათი უნდა გაგიფუჭო ამ დილით. აბა. შეეცადეთ. სულ დიდი ხანია ვრეკავ და ვერასოდეს ვერ გიკავშირდებით. თქვენ ძალიან გიყვართ ამერიკა და ამერიკელები. ამერიკელი ხალხი, ამერიკელი ერი მიყვარს კი. ერი გიყვარს. ხელისუფლებაზე რა სიტყვი? ჩვენს ხელისუფლებაზე? არა, ამერიკის. ამერიკის ხელისუფლება დღევანდელი? თუ ზოგადად ესეთი მოვლენა ამერიკის ზოგადად. იყვნენ კარგი პრეზიდენტები, დიადი იყო, ჩემი აზრით, ცუდი პრეზიდენტები წავდათ. გასაგებია. მაგრამ ჩვენი ღირებულებები, რომლებიც გაგვაჩნია და დღემდე მოგვიყვანა. დიახ. შალვა. რით არის ამერიკულ ღირებულებებზე ნაკლები? თუ არა 100-ჯერ უკეთესი. არც უკეთესია და არც ნაკლებია ჩემი აზრით. და ჩემი აზრით ჩვენ ძალიან ქალბატონო მაიამ ძალიან წარე საბედისწერო შეცდომებს უშვებთ, როცა ვამბობთ, რომ ჩვენი ღირებულებები არის სხვა ერის ღირებულებებზე უკეთესი. ეს უბრალოდ ჩვენი ღირებულებებია და მათ სხვა აქვთ. თუმცა საერთო ღირებულებები გვაქვს ჩვენ. დიახ, რა თქმა უნდა. მე ერთ რამეს ვიტყვი და მე მგონი ეს ყველაფერს ნიშნავს. მე ვერაფერს მასწავლის ის ერი, რომელსაც 90 წლის დედა მიჰყავს მოხუცებულთა სახში. საქართველოს ძალიან ბევრს მიყავთ მოხუცებულთა. არა, აქ უკვე სულ სხვა მდგომარეობა. აქ თავისი ლუკმაპურის ფული არა აქვს ხალხს და იმიტომ მიყავს. თვითონ მიდის შეიძლება მისი სრულით და აი იქ კი მილიონებსაც კი მიყავს. აი ეს ერი სხვას ვერაფერს ვერ მიუთითებს ჩემო კარგო და საყვარელო ადამიანს. ამიტომ ის პროპაგანდა, რომელსაც ვეწევით ჩვენ ყველა არხები, ამერიკა და ამერიკა, რა მოგვიტანა ამერიკა, უბედური ხალხი პირველ ადგილზე ვართ სოფლიოში. ეს მოგვიტანა? თქვენ გახსოვთ 90-იანი წლების? მე აღარაფერს აღარ გეტყვით. всё, მე მგონი საკმარისად. ხალბატონო, შეიძლება მომისმინოთ? ალო? ხატო გადიან ხოლმე უცებ. რატო არ შემოდიან დისკუსიაში ეს ადამიანები ძალიან მიკვირს. აფიქსირებენ თამარ პოზიციას და მერე ხრებიან. და შენ არ გისმენენ. ალო? ალო? გამარჯობათ. შალვა დილამშვიდობისა. დიახ, გისმენთ. ის ქალბატონი მართალი იყო, რა თქმა უნდა, შენს კარგად იცი ეგამბავი რაღაც ცენტებით. რა ვიცი რა მე? რომ რა? ის ქალი მართალი იყო. ამერიკელი ისე როგორც ქართველიერი არსებობს. როგორ არ არსებობს? როგორ არსებობს? ვინ არიან? არის შექმნილი სხვადასხვა ერებისგან. თქვენი აზრით, აი მაგალითად თქვენი აზრით, აი ფრანგი ერი ამ სახით მე-17 საუკუნემდე არსებობდა, ან ინგლისელი ერი არსებობდა თქვენი აზრით? საერთოდ ერის სახელმწიფოების შექმნის პროცესი, როდის დაიწყო და როდის დასრულდა? მე გეტყვი პირდაპირ, რატომ არის ლაპარაკი, რომ აი ქართველი ერი არსებობდა ამ საუკუნიდან? იმიტომ რომ მისი დამახასიათებელი ნიშნებით ყოველთვის არქეოლოგიური გათხრებით თუ ისე ხელნაწერებით ეს მოდის ისტორიულად და რომელი ხელნაწერებია ვთქვათ ამერიკელებს ხელნაწერები არა სხვა რაღაცას გეუბნებით სხვა რაღაცაზე მინდა გადავიყვანო კამათი კაკდავი რუსკი პოლისი ბრაზილი ევანგელია პრივაძილის სტილში მე კამათებით თქვენ შალვა, ინგლისი და საფრანგეთი არ არის აქ ლაპარაკი. აქ არის ამერიკაზე ლაპარაკი. რატო არ მოხდა ამერიკა? პრეზიდენტს, როგორც ჩვენ პრეზიდენტს შეუძლია მეორე წუთას გადათქვას თავისი ნათქვამი. სად? ეგ როდის მოხდა? ხო, მოხდა. ეხლა მე ვერ გამოვეკიდები ყველა როდის კლინტონის ამბავს ყვებით? ეხლა აი ობამაზე ვლაპარაკობ. რას ერჩით? აი მაინტერესებს. კაცს მიღმა რაღაცა ლაპარაკი იყო და არა მე ასე არ ვთქვია, ისე ვთქვია. ქალბატონო, რას ერჩით ამერიკას? რა არ მოგწონთ? არა, არათას არ ვერჩი. აი რატო გაღიზიანე? ძალიან კარგად თქვი წეღან. შალვა, შენ წეღან ძალიან კარგად თქვი. რა? რომ მე ამერიკელი ხალხი მიყვარსო. დიახ. იქ
მაცხოვრებელ ხალხზე არ არის ლაპარაკი. აბა რა არ მოგწონთ? პოლიტიკაზეა, მის რა არ პოლიტიკაზე. მოგწონთ ამერიკის პოლიტიკაზე? არა ნაკლები დამპყრობლური პოლიტიკა არა აქვს მას, ვიდრე რუსეთს. ხო, დაგბომბა ამერიკა მოდესმე? არა, მე არ დამბომბა. იმას ყავს იქ კუბა, დასამონებელი ვენესუელა, ესა, რომელსაც ვერ იმორჩილებს. ისე როგორც რუსეთი იმორჩილებს. კუბა დაბომბა? კუბა რო დაებომბა იცი მაშინ რაც მოხდებოდა. ხო, ჩვენს კუბაში იყო ერთი მცდელობა რამდენჯერ შეჭრის. ხო იყო მცდელობა, მაგრამ იქ სხვანაირად შეჭრიდა. ზუსტად იმ კუბას რუსეთი ეხმარებოდა. კუბელი ხალხისთვის იქნებ უკეთესი ყოფილიყო, რომ ის ცოტა არაადეკვატური კაცი წასულიყო. შალვა რა ისტორიულად. გავა წლები, ასეულობის წლები და მერე იქნება მაგი, მერე გამოჩნდება. რა რეჟიმია კუბაში? ეხლა შენ იმას იზახი რომ შალვა შენ ეხლა იმას იზახი რომ გერმანიას რო დაებომბა საქართველოს უკეთეს მდგომარეობაში. თქვენ მარქსისტი ბრძანდებით, მარქსისტი? მე არ საუდაური არ ბრძანდები. მე ვარ კუბას რატო გულშემატკივრობ? ცუდია მარქსისტები. მარქსისტები და კომუნისტები ცუდი ხალხია ჩემი აზრით. მე ვარ ქართველი ქალბატონი, რომელმაც ძალიან წესიერი შვილები გაზარდა. სწორად მოაზროვნე, გამიგე. სწორად მოაზროვნე და ძალიან სწორად მოაზროვნე რა არის? აი ძალიან სწორად რა არის სწორად? სად მუშაობენ თქვენი შვილები? არსად არ მუშაობენ. და ამით ნათქვამია ყველაფერი. კარგი, გასაგებია, დიდი მადლობა. 2-40-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო. ალო. გისმენთ? ალო. დიახ. გამოჩებსავა. გაიღვიძე და ისე დამელაპარაკეთ. აუციეთ, ისედაც არის მის ხმა და ყურში ამიცია. ხო, კარგი, მაშინ ისე მეც იგივე ქალბატონებს დავეთანხმები და რამდენად სამწუხაროდ იყოს მაიები რაღაცა ერთ პოზიციაზე ვდგევართ. როდის გაიღვიძე შენ? მითხარი მაია? მე ყოველდღიურად გისმენ. და ეხა გაიღვიძე ახლა აშკარად გეთხოვა რომ ახალ გაიღვიძე. ავტომატურად მეღვიძება შენ. ავტომატურ რეჟიმში ხარ? რამდენი წლისა ხარ? 46. მაია, მე შენზე ოდნავ პატარა ბიჭი ვარ და შენ ჩემზე ოდნავ დიდი გოგო ხარ. მომისმინე, გახსოვს 90-იანი წლების დასაწყისი? როგორ არა? ძალიან კარგად. შენ თუ გახსოვს, მაშინ შიმშილით სიკვდილს რომ გადაგვარჩინეს ამერიკელებმა. გახსოვს? კარგი ხარ, გადაგვარჩინეს პამპერსებითა და წყლებითა და რა. იცი რა არა, კაცო, 90-იანი წლების დასაწყისში. ერთი წუთით მე დავრეკე, იმიტომ რომ მომისმინო. ხო და მეც საუბრობ, ცოცხალი საუბარია, კაცო. შენც თქვი, მეც ვიტყვი, რა პრობლემაა? გასაგებია, ხო და ისე შე რაღაცა სხვა კუთხით მიყავს რომ გინდა რომ მოგვაწონო, მაგრამ მე რა უნდა მოგაწონო, მე როგორ უნდა მოგაწონო 46 წლის ქალს, რომელიმე ქვეყანა ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობა. არაფრით არ ჯობია ამერიკის ერი ჩვენ არ ჯობია გეთახმები, არ ჯობია. რატო ჯობი ვართ ძალიან ბედნიერი. ჩვენ ჯობი ვართ, რატო ჯობი? ჩვენ ვართ ეთნიკურ ნიადაგზე აღმოცენებული ერი და ისინი არიან სხვადასხვა ეთნიკების ნარევი. აი თქვათ ნატურალური ჩაირო დალიო, ის უფრო გემრიელეთ თუ იმ ჩაის ჩაღარო მურაბა ჯემი მაია, შემოძვიფასო და გადაყური. შემოძვიფასო, შენ იცი რომ არ მინდა ხა შენ დამეძაბო აქ, მაგრამ შენი ეს გამონათქვამები დაბოლხომე ყველას. ხო და არა, კაი, მომისმინე. ძალიან კარგია რომ მისმენ და გულშემატკივარი ხარ ჩემი და მევასები და მომისმინე ხა. შენი ეს ხარ დამატებული უბრალოდ რაღაცა არ მოყვარს. შენი ეს ლაპარაკი რომ აეთნიკურ ნიადაგზე და ნატურალური და ის რაღაც ფაშიზმის ელემენტებს რო შეიცავს იცი? შეიცავს, არა ჩვენ გვიყვარს ჩვენი ერი, ჩვენი ხო, არა, მაგრამ აი იცი როგორ აი ჩემი ერი რომელიღაცა ერს ჯობია, იმიტომ რომ ჩვენ სუფთა ვართ. სისუფთავე, სიჯანსაღე, ნატურალური რაღაც არის. დაფიქრდი ამაზე. დაფიქრდი, იმიტომ რომ ჩვენ ესე ლელოს თანამედროვე მსოფლიოში ვერ გავიტანთ, იმიტომ რომ თუ ჩვენ მოსახლეობის უმრავლესობა ვიფიქრეთ, რომ აი ჩვენ ვიღაცაზე უფრო სუფთანი რო ვარ და ნატურალური იმაზე უკეთესნი ვარ და მეტი გვეკუთვნის, ესე ჩვენ ლელოს ვერ გავიტანთ, დაგვერხება მაგრამ. რო გიყვარდეს ეხა ყველა არა, გიყვარდეს. არ უყვარს შვილებზე, იტყვი ჩემები ნაგვები ვართო და სხვის შვილები ჯობიაო. შენი ოჯახი არის შენი ქვეყანა. შენ უნდა გიყვარდეს ჯერ შენი ქვეყანა და თქმა უნდა, ბუნებრივია, მაგრამ ასეთი საუბარი, ასეთი გეთახმები. და ამერიკას ასე შეეხება მართლა ბოროტების იმპერია, მე ხალხი არ მაქვს ლაპარაკი. ვიეტნამი გაიხსენებ, ავღანეთი, ნუ რა ვიცი მე, თუნდაც ის პირველი და მეორე მსოფლიო ომიც ამერიკის პროვოცირებულია. ჩვენ ევროპა გაანადგურა და ჩვენ აღმოცენდა ლიდერად.
არ გახსოვს ისტორიაში. სად იყო ძალიან სუსტი ქვეყანა? იაპონიაში მე ჩამოვარდი ატომური ძალიან სუსტი მეორე მსოფლიო ომის დროს მიწურულს იყო და პირველი მსოფლიო ომის მაგათ ბრალი. ნუ პირველი ხა ისე ვთქვი. ვაფშე რა, რაც არის? არც ის. კაი, მადლობ. ხვის ხარჯზე მდიდდებიან. ხვის ხარჯზე მდიდდებიან. ჩვენ ხარჯზე. ჩვენ ხარჯზე რომ ამერიკელები მდიდდებიან. 2-40-00-30 საერთოდ საინტერესოა რას გვიშვება ეს სააკაშვილი რომ ანტი-ამერიკანიზმის აი ესეთ საფუძველს იძლევა ჩვენს ქვეყანაში რაც არ ყოფილა არასოდეს და ეს ძალიან ცუდია. მართლაც, როდესაც ჩვენ ხედავთ რომ მთელი რიგი პოლიტიკური კონjunქტურის გამო მთელი რიგი მაღალჩინოსნები ამერიკაში ამართლებდნენ საქართველოში სააკაშვილის მოქმედებებს და იძახდნენ რომ ეს არის დემოკრატიის შუქურა, აი აქ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე რომ საზოგადოება რაღაცნაირად დამუხტული. ალო? დიახ, გისმენთ. ნინო მენეჯერი ხარ? კი. როგორ ხარ? არა, მიშა, თქვენ? რატო არ გამოჩნდი საერთოდ, სად დაიკარგე? რავი, აბა, იმიტომ რომ შიშა რა ვარ. სულ მეკითხები გვარიო ისაო და ვამბობ შიშა რა ვარ და რა ვქნა, ნუ ხელები ავწიე. ხო და კაი ჩამოწიე. ჩამოწიე. გამკლავი, დილა, ზამკლავი. ახლა წყლის პროცედურები. სად ახარ დაიკარგე რაღაც მომენატრე? დავიკარგე, იმიტომ რომ რაღაც ტრენინგებს ვატარებ ძალიან. რა ტრენინგებს ატარებ? ეხლა ფინანსთა სამინისტროში რაღაც ტრენინგებია და სატარობო ჩინოვნიკი ხარ, ხო? ხობა ესე გამოდის. ესე კი არ გამოდის. მიშა ხარ, მიშის ხარ. ეხლა რაც შეეხება ამერიკასთან დაკავშირებით. აი, ცილა ეგრევე. მერე? ამერიკასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია მინდა გამოვთქვა. შენ გერმანიის მოყვარული ხარ და ამერიკა არ მე ევროპა მიყვარს უფრო ვიდრე ამერიკა, მაგრამ ამერიკა არის ფანტასტიკური ქვეყანა, რომელიც შესაძლებლობებს იძლევა, რომ ყველა ადამიანმა თავისი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა გამოავლინოს მაქსიმალურად, რაც სხვათა შორის ევროპაშიც გერმანელებიც იგივე, რომლებიც გერმანია მიყვარს, მიდიან ძალიან ბევრი ახალგაზრდა ამერიკაში, იქ იღებენ განათლებას და ერთი მინდა ვთქვა, რომ იგივე გერმანიაში ძალიან მაგარ პოზიციაზე ვერ იქნები თუ მაგრად არიცი ინგლისური ენა. აი ესე ხდება. ეს არის, ნუ, ასია და ჩვენ მოგწონს ეს თუ არ მოგწონს, უნდა გავითვალისწინოთ ეს ამბავი. კარგი, მადლობ. კარგად. ხედავ დავგვანცა სად მუშაობს? ფინანსთა სამინისტროში რაღაც ტრენინგებს ვატარებოდა. მე მოგივარდება მაგის დატრენინგებული ფინინსპექტორი და დალუქავს ყველაფერს მე ნახე. უძახე შენ ნინო მენეჯერი. ფიჟარა ვარო ხელები მაქვს აწეული. ლაპარაკობთ ამერიკანიზმზე, როგორც დადებითან გნებავთ უარყოფით მოვლენაზე. 2-40-00-30. ალო? ბატონო შაბა გამარჯობა. გამარჯობა. Yankee go home, ხო ეგინათ რო გითხრათ. არა, მე რაც მინდა ახლა გეტყვით. მე ვეთანხმები. ტელევიზორ ჩაუწიეთ თუ შენ. ტელევიზორ ჩაუწიე რა. ეხლავე. დიახ. მე ვეთანხმები ქალბატონებს. დიახ. ამერიკელი ხალხის მიმართ არავითარი ტრობა და სხვა ცუდი განზრახები ჩვენ არა გვაქვს. ჩვენ უბრალოდ ჩვენ ფასეულებს ვიცავთ. თქვენ ვინ ბევრი ხართ? ბატონო? თქვენ ბევრი ხართ? თქვენ და ეს ქალბატონები, ხო? ჩვენ თქვენც ბევრი ხართ. მე არა, მე ერთი ვარ, მე ჩემი სახით. კიდე კაი რომ ერთი ხართ, უძმახარ მაცალე საუბარი და ხმაში ვისაუბრებ. არა, გაწლით გვაქვს დრო. როცა ბრძანობთ, რომ ჩვენ ვიცავთო. თქვენ ვისი სახელით ლაპარაკობთ? ჩემი სახელით, აი ქალბატონების სახელით და ასე მოაზროვნე ხალხის სახელით. კითხეთ კი ბატონო და მივიღე პასუხი, გისმენთ გააგზავნე. იო. ესე იგი, აქ საუბარი მიდის მართველ ელიტაზე, რომელმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინა. საკმარისია ნაგასაკი და ჰიროსიმა გავიხსენოთ. ვიეტნამი, სადაც ერთ მხარეს გვალვას იწვევდნენ, მეორე მხარეს ალპობდნენ ყველაფერს. როდესაც შეიჭრენ უდაბნოში პირველ ომი რო იყო, პურია პუსტინე, ერთ მხარეს საჩუქრებს ხრიდნენ, მეორე მხარეს რადიაციულ ბომბებს იყენებდნენ. დაგავიწყდათ, რაკნეს იუგოსლავიაში, როდესაც მართლმადიდებლთა კოსოვო მოგლიჯეს და მისცეს მუსულმანებს. ეს იგივე ახლა მე სამების ეკლესია დავანგრიოთ, დავაშენოთ მეჩეთი, მცხეთა გადავცეთ სხვა ეროვნების და სხვა აღსარებლობის ხალხსა და ასე შემდეგ.
და რა ხდება ერახში შეიჭრენ დაანგრიეს გაანადგურეს ქვეყანა და ასეთი იყო მირავო ჟანდარმ აი ზუსტად ეგ ფუნქცია შეითვისეს როგორც მათ უნდათ ისე უნდა იყოს ყველაფერი ასეთი პოსტულატიც არსებობს то что хорошо для Америки хорошо для всего мира ეს ასე ვერ განვითარდება იმიტომ რომ ჩინეთი მოდის და 2020 წლისთვის დომინირებას დაიწყებს ჩინეთი რის დაიწყებს დომინირებას ჩინეთი რას დაიწყებს ვერ გავიგე ზმნა დომინირებას გასაგებია რა არის გაუგებარი არა ვერ გავიგე უბრალოდ ცუდი კავშირი ასე რომ ბატონო შალვა ძალიან კარგია თქვენ მაგარი ამერიკანისტი ხართ მაგრამ ჩვენი სამშობლო გვიყვარს და ვცდილობთ რომ ჩვენი ღირებულებები დავიცვათ და რატო ბრაზდებით ამაზე არ ბრაზდებით მე ბრაზდები მე არ გაბრაზებული ვარ როდესაც ქალბატონი გელაპარაკებათ კიდე ერთი მინდა გთხოვოთ რამდენად ეთიკურია როდესაც ქალბატონს ეკითხებით ამდენი წლის ახალ რატო ჩვენ ხო აქ არ მალავთ არაფერს და რა პრობლემაა რომ გავიგო ჩემი თანამოსაუბრის ასაკი იმიტომ რომ შემდეგ გავაგო საუბარი იმის მიხედვით თუ რა ახსოვს რა იცის და ასე შემდეგ ხმით ხშირად ვერ გაარკვევდა როცა მეუნება რომ არის დავუშვით 45 წლის მე უკვე ხვდები რომ მას ახსოვს ძალიან ბევრი ისტორიული მოვლენა და შესაბამისად ასე დაველაპარაკები აი ამ ჩემი ვარაუდის დადასტურებული ვარაუდის საფუძველზე კარგად მორგებული ხართ საუბარს შეიძლება გკითხოთ მე ძალიან გისმენთ აი ამერიკა თუ რუსეთი აი ამ დიქოტომიაში ამ დაპირისპირებაში თქვენ ნეიტრალური ხართ რუსეთის ხარეს უფრო ხართ ამერიკის ხარეს ნუ არა ხართ როგორც ჩანს რა თქმა უნდა არა ვარ მაგრამ ეხლა რაშია საქმე ისეთ გაიხსენეთ ვიეტნამი როდესაც ვიეტნამი აომეს მოკლედ რომ მე მიატოვეს ის ხალხი და გაიქცნენ იქიდან ვინ გაიქცა ამერიკელები მე კი არ მოვუწევ შეგიძლიათ ამ ჩემს შეკითხვაზე ვიეტნამი გასაგებია ამერიკული იმპერიალიზმის სახრალი ხელი რომელიც სოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანას წვდა და განვითარება შეაფერხა ეს ჩემთვის თქვენი პოზიცია ნათელია გეკითხები ძალიან მარტივად ხო შეიძლება მარტივად მიპასუხოთ ამერიკა თუ რუსეთი აი რომელი ვექტორია არც ამერიკა არც რუსეთი მხოლოდ საქართველო მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და არც ამერიკის უღელი მინდა და არც რუსეთი ეგ მესმის მაგრამ თქვენ ხო საგადმოაზროვნე ადამიანი ხართ და თქვენ კარგად უნდა იცოდეთ რომ ჩვენ რაღაც პოლიტიკურ სოციალურ თუ სხვა ცივილიზაციურ დისკურსში უნდა მოხვდეთ არის რუსული ევრაზიული დისკურსი არის აზიური ჩინური გნებავთ არის ნატოს დასავლეთი ევროპული ჩრდილოატლანტიკური დისკურსი თქვენ რომელს იცოდეთ ესე იგი ჩვენ ცალკე ვერ ვიქნებით ხო გესმით რა ჩვენ უნდა ევროპისკენ წავიდეთ. ხო ხდებით რომ ევროპული დისკურსი, ევროპული მიმართულება განვითარების ამერიკის შეერთებული შტატების გნებავ დომინირება დაუძახეთ, გნებავ სხვა რამ შეუძლებელია, იმიტომ რომ დღესაც კი ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიო ფინანსურ თუ უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში არის ობიექტური დომინანტი, იმიტომ რომ ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანას მიუხედავად რაღაცა ვლავირებებისა უხდება ანგარიშის გაწევა ამ ქვეყნისადმი, როცა საქმე საგნეზე. ესე იგი თქვენ მე დამიდასტურეთ რომ ამერიკა არის სოფლიო ჟანდარმი. არა, მე არ მითქვა სოფლიო ჟანდარმი არ, სოფლიო დომინანტი რომ მაგალითად ასე გამოდის. იბატონო, თუ თქვენებავთ ეს ზნა ვიხმაროთ, მე მორალურ შეფასებებს გაურბივარ, იმიტომ რომ ჟანდარმიო ეგ იგივე მაგალითად კოსოვოს კაცრად იმის ამბავი რა ქვია იუგოსლავიის ამბავი ხო მე ვფიქრობ რომ ნატოს ჩარევამ იქ ძალიან პოზიტიური როლი შეასრულა და ეხლა იუგოსლავია გაცილებით უკეთესად ცხოვრობს იუგოსლავიის შემადგენელი ნაწილები ხალხი იქ ვიდრე მილოშევიჩის დროს მე მიმაჩნია რომ ეს ნორმალური კარგი პარალელი გავალოთ შეიძლება ძალიან აი მაგალითად მსგავსი სცენარიო გაითამაშოს საქართველოში და დავშალოთ სვანეთი, მერეთი, გურია, თქვენი აზრით ის იუგოსლავია ასევე იყო შედუღაბებული, ასევე ეს ადეკვატურია იუგოსლავია საქართველოს შევადაროთ. იუგოსლავია იყო ხელოვნურად შექმნილი სხვადასხვა დამოუკიდებელი სახელმწიფოების მიერ. სხვადასხვა, არა, იუგოსლავიაში ნაყოფი არა. სამწუხაროა. თქვენ ხართ? დიახ. და რა გინდათ თქვა რომ ხორვატები და დაუშვათ სერბები ერთი როგორც ისე არიან როგორც სვანები და დაუშვათ გურულები? არა, მე სხვა რამე გითხარი, რატო გადაგხავთ სხვა სიტყვას? ეგბძანეთ თქვენ რომ თქვენ ბძანეთ აი ხა სიტყვა სიტყვით ეგბძანეთ რომ აბაო მოგეწონებოდაო რომ როგორც იუგოსლავიაში მოხდა. არ არის მსგავსი, არ არის მსგავსი. იუგოსლავია დასაჯეს, იმიტომ ჩემო კარგო. ქართველები ვართ.
რავიგე, იუგოსლავია დასაჯეს იმიტომ, რომ არ დაუწყო ამერიკას, აი თუ გინდათ ფაქტიურად იუგოსლავია დაიშალა იმიტომ, რომ ცენტრიდან დაიშალა, დააშალეს. ბატონო, მაგრამ თუ არ იქნებოდა ცენტრიდანული, ანუ ცენტრიდან გარეთ გასული ტენდენციები ეს ძალიან რთული იქნებოდა ესე მე-20 საუკუნეში დაშლა. იუგოსლავია იყო შეკოწიწებული, იყო საბჭოთა კავშირის ანალოგი, რომელიც იოსებ ბროს ტიტოს დროს და მანამდე ხდებოდა ამ ფორმირება, ამ ხელოვნურად შექმნილი ქვეყნის. ამაში ესაკ. თქვენ ჩეხოსლოვაკიას უნდა ახსენოთ მაშინ. ჩეხოსლოვაკია დაშალეს? ჩეხებმა და სლოვაკებმა თვითონ დომინოს პრინციპმა ითამაშა. არა, ჩეხებმა და სლოვაკებმა თვითონ თქვენს რომ აღარ გვინდა ერთად ყოფნა. ერთი წუთი. და ბედნიერები არიან ახლა. უკაცრავად ღმერთმა გაუმარჯოს თუ ბედნიერები არიან. უკაცრავად აქ დომინოს პრინციპი გამოდგა. როდესაც დიდი სახელმწიფო ხელოვნურად არ შეიძლება ერების, ქვეყნების თუ სხვადასხვა ტერიტორიული სხვა კიდევ ერთხელ და ერთი ერის ეროვნული შემადგენლობის შეკოწიწება, ესეთ რაღაცას დაერხება ყოველთვის. ბოდიში ერთი წუთით რაღაცას ვიტყვი დაგემშვიდობებით თუ არ გდებავთ. აი ზუსტად აეგ მსჯელობა მაკუთხით შეიძლება გამოიყენონ ოსებმა და აფხაზებმა. არა ადეკვატური მსჯელობა იქნება. ადეკვატურია, პრინციპი ეგეთია. ამიტომ ეს ძალიან საშიში რამავრი. რატო არ აღიარეს კოსოვოს დამოუკიდებლობა, იგივე ესპანეთმა, საფრანგეთმა. ჩვენც არ გვიღიარებია. ხო, რატომ? ჩვენ იმიტომ არ გვიღიარეთ, რომ ანალოგიური პრობლემა გვაქვს. აი იმათაც ანალოგიური პრობლემა აქვს. ხო, რა თქმა უნდა, კი ბატონო, გასაგები. ჩვენ ძალიან რთულ თემას შევეხეთ, თუმცა დიდი მადლობა რომ დაარეკეთ და მე მაინც ჩემს პოზიციაზე ვჩები თქვენსაზე და კარგია ეს მსჯელობა რომ იმდინარეობს. 2-40-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? ალო? გამარჯობათ. გისმენთ. თუ შეიძლება დამაკავშირეთ რა შევაკავშირებული ხართ? დიახ. გათიშეთ ოღონდ ტელევიზორი გათიშეთ. დიახ. ალო? ტელევიზორი გამოთიშეთ. დიახ, გამოვთიშე. ხო, აბა? გამარჯობათ. იცით რა არის? მე თქვენ არ დაგღლით ჩემი ასაკის გარკვევით 62 წლისა ვარ და მინდა გითხრათ რომ ამერიკა მე არ ვაყენებ შეურაცხყოფას რასაკვირველია ხალხს, მაგრამ ის ერი არ არის, ის არის სხვადასხვა ეროვნებისგან შეთხზული და შეკოწიწებული ქვეყანა, რომელმაც შექმნის პერიოდიდან გარკვეული ხნის შემდეგ ჯერ ერთი ჩაიდიდა უდიდესი ცოდვა. მან ადგილობრივი აბორიგენი ინდიელები ამოხოცა დიდი ისტორიის, დიდი კულტურის ხალხი და შეყარა რეზერვაციებში. მერე სოფლიოში მან მოახდინა ძალიან ბევრი ომი ვიეტნამი წეგან გამოვიდა კაცი, ვიეტნამი, ერაყი, რა ქვია, ავღანეთი, იუგოსლავია და იაპონია. იაპონია არის დამაგვირგვინებელი მისი ცოდვების ბუკეტი, მაპატიე. ხალბატონ, თქვენ შეგიძლიათ დამისახელოთ დიდი სახელმწიფო, რომელსაც ისტორიის მანძილზე ანალოგიური, ნაკლები მასშტაბით ალბათ ქმედებები არ ჩაუდენია? იცით რა არის? ზოგადად აბა თქვენ დამისახელეთ. ვერ დაგისახელეთ. ვერა, რა? ყველა დიდ სახელმწიფოს თავისი ისტორიის მანძილზე ბევრი სისხლიანი ცოდვა ჩაუდენია. არ არსებობს უცოდველი რაღაც უცოდველი სახელმწიფოები. ძალიან აქ ხოთ რა. ესე თავგამოდებით ნუიცავთ ამერიკის სახელმწიფოს არ ვიცავ. უკაცრავად. კამათობ ჩვენ, თქვენ ხო რაღაც ბძანეთ. და მე კონტრშეკითხვა დაგისვით და შესაბამისად ჩვენ რა უნდა გავარკვიოთ, იცით ხალბატონ ამ კონტრშეკითხვით. ეს რასაც თქვენ ბძანეთ მოხდა და მე ამის გამართლება როგორ შეიძლება ბირთვული არ არის გამოყენების, მაგრამ მე მინდა ერთი რამ მკითხოთ. თქვენ როგორ გონიათ ეს ზოგადად ჩვენი ისტორიის, პლანეტარული ისტორიის ჩარხის ულმობლობის გამოა ასე თუ კონკრეტულად ამერიკელ ერს და ამერიკელ სახელმწიფოს ახასიათებს ეს ერს ნუ ეძახით რა აი ნუ მე დაუძახებ და თქვენ გააპროტესტეთ მაგრამ მე მაინც ერს დაუძახებ ამერიკის სახელმწიფოს და ერს ახასიათებს ეს განსაკუთრებული ბოროტებაა თუ ეს ისეთი რამ ხდება რაც სოფლიო ისტორიის მანძილზე ბევრ ძალიან ძლევამოსილ და დიდ ქვეყანას მაპატიეთ ის განსაკუთრებული ბოროტება
რომელიც მან გამოხატა რამდენიმე ათეულ სახელმწიფოსთან, ეხლა არის ტკბილმწარე ბოროტებით ბოდიშით რა შემოდის როგორც მშვიდობის მოციქული და აკეთებს თავის საქმეს და არც ერთი ქვეყანა რომელიც არსებობს სოფლიოში უკაცრავად ისა არ გამოდის სხვა ქვეყნის ინტერესებიდან, ის გამოდის თავისი ქვეყნის ინტერესებიდან. თქვენ ვერ გაიგეთ რა გკითხეთ ალბათ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ შეკითხვას. თქვენ ჩამთვალეთ რამოდენიმე კონკრეტული მაგალითი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ამერიკის სახელმწიფო ცუდ რაღაცებს ჩადის პლანეტარული მასშტაბით. მე მინდა გკითხოთ, რომ ეს კონკრეტულად ამ სახელმწიფოს პრობლემაა, მისი არსია ასეთი, თუ თქვენ რასაც ბრძანებთ, ეს ახასიათებს ყველა დიდ და ძლევამოსილ სახელმწიფოს, აი ეს მინდა გკითხოთ, მე კი არაფერი. მეტნაკლებად შეიძლება ახასიათებს, მაგრამ საერთოდ ამერიკა მაპატიეთ რა, ცხვირს ჭრის ყველა სახელმწიფოს პოლიტიკაში. მისი სურვილის, მისი ნების მიხედვით უნდა მოხდეს ქვეყანაში, ყველა ქვეყანაში რევოლუცია, უიმისოთ არაფერი არ უნდა გაკეთდეს, რა ხდება ბოლოს და ბოლოს ვერ გავიგე. ფულის ბომონია, ის არის ფულის ღმერთ უკაცრავად რჯულზე გადასული და ქართველი ხალხისთვის ძალიან მიუღებელია. ქალბატონ, რა მინდა გკითხოთ, თქვენ შვილი გყავთ, შვილი? შვილიც ამყავს და შვილიშვილები. რამდენი ინგლისურს სწავლობენ, მუშაობენ თუ როგორ არიან? არ მუშაობენ. არ მუშაობენ, არც შვილი, შვილი პატარა გყავთ? არა. გასაგებია. აი ამერიკელების მიერ დაფუძნებულ ფირმაში, ან ამერიკაში სასწავლებლად წასვლის შანსი რომ მოეცეთ, თქვენ გააპროტესტებთ ამას? ოღონდ გულახდილად მითხარით. რა როგორ მეკითხები, როგორ გავაპროტესტებ? თქვენ შვილიშვილს რომ მიეცეს შანსი რომ წავიდეს ამერიკაში? იქ ისწავლოს არ მინდა. ანუ გააპროტესტებთ ამას, არ გინდათ ეგ, ხო? არ მინდა. ანუ აქ უმუშევრად ყოფნა ჯობია ამერიკაში სამუშაო. უმუშევრად სიკვდილი გვირჩევნია იქ წასვლას. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. ახ. რეკლამა, გერად დიხარი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ჩემო ჯილფასო ტელემაყურებლებო, მე ვარ შალვარამიშვილი, თქვენ უსმენთ და უყურებთ გაზეთას, რომელსაც ქვია შალვარამიშვილის დილა 2:40-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი, 9 საათი და 5 წუთია, ბატონი უმარი ცოტა ხანში მოვა. და პრესა უნდა მიმოვიხილოთ. ზარები არ წდება, ხო, ცოტა ხანი დამაცადონ და დამაცადონ. თორღა მოიყინა, იმიტომ რომ თორღა არის ბებია ყავდა ამერიკელი ამას. ბებია პოვარი კი არ იყო ამერიკელი და ხო, ფერატკანიანი. აპრო ამერიკელი იყო ამის ბებია. მე ცხოვრობდა ჩადში, ჩადი ესეთი ქვეყანაა და ჩადში ეს კაქტუსი იზრდებოდა. და შემდეგ უკვე ჩამოიყვანეს ჯერ მექსიკაში და შემდეგ მოხდა მისი მშობლები მოხდა საქართველოში და ის აქ დაიბადა, მაგრამ აფროამერიკელი იყო. მექსიკიდან ხშირად გადადიოდა, მის წინაპრები გადადიოდნენ სამუშაოდ. ალოერა იყო და იმას ტეკილას ხდიდნენ იქ ეს კაქტუსები ხო ტეკილას ხდაში მონაწილეობას იღებდნენ და გადადიოდა კალიფორნიაში და იქ მქაურ ამბებს უყვებოდნენ ამ პატარა თორღვას, პატარა რო იყო და მოსწონს ამერიკა ძალიან, ხო, თორღვა. მოგწონს ამერიკა? ხო და მოიწყინა ამერიკის ლანძღვით და საერთოდ ხალხი გასაოცარი რაღაცებს იძახის, რომ მირჩევნია იქ იყოს უმუშევარი, ვიდრე წავიდეს და იქ იმუშაოს. ეს ძალიან არ მიყვარს იმაზე საუბარი და ყოველთვის ვედავები მიშდებს იმის თაობაზე, რომ ხალხი, ქართული ხალხი არ ბარგაბნელია და აშენო და ეხლაც მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის გასაოცარი რაღაცები მოვისმინე, არ მინდა ამაზე ლაპარაკი. უბრალოდ ხვდები, რომ ეკონომიკური სიდუხჭირე და გაუსაძლისი სოციალური ვითარება როგორ შობს რაღაც ირაციონალურ ფობიებს, ანუ როცა გიჭირს, როცა არ გაქვს ელემენტარული სახსარი, რომ თავარი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილო, როცა არ რჩება იმის დრო, რომ მიფიქრო განათლებაზე, გართობაზე თუ მნემაც, თეატრში წასვლაზე, ახალი წიგნის წაკითხვაზე, ამის ხალიც როცა არ გაქვს და ამ ძაღლურ ცხოვრებას ეწევი და ყოველდღე რაღაც ეს ეჭიდავები, ხო, რომ დამსახურებული სარჩოსაბადებელი მიიღო და ამისთვის ბრძოლა გიხდება. უკვე აღარ გრჩება არც სულიერი, არც საერთოდ სხვა სახის ფიზიკური ენერგიაც კი იმისთვის, რომ
განვითარდე და შესაბამისად აი ამ ბრძოლაში ხო უცებ შენს ქვეცნობიერში იღვიძებს რაღაც ირაციონალური შიშები იმის თაობაზე რომ აი რომელიღაც ერი ან რომელიღაც მასონური გაერთიანება გებრძვის და შენ კი უკეთესი ღირსი ხარ იმიტომ რომ ეთნიკურად სრუფთა და 100%-იანი ქართველი ხარ მაგრამ იმიტომ რომ ამერიკელებს იმიტომ რომ ებრაელებს სომხებს ვიღაცებს არ ვიცი უნდა შენთვის ცუდი და შენს ხარჯზე მდიდრდებიან აი ამიტომ შენ ხარ ასეთ მდგომარეობაში ფაშიზმი ზუსტად ასე იწყებოდა მაქვს საკითხული წიგნი ფაშიზმის საფუძვლებზე იყო სოციალურად გაუსაძლისი ვითარება გერმანიაში ქვეყანა განიცადა ძალიან დიდ დეპრესიას პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ვერადავერ მოახერხა გერმანიამ ამ შოკიდან გამოსვლა და გარდა ამისა გერმანელებს ჰქონდათ განცდა რომ წაგებული დამარცხებული დაჩაგრული ხალხია და ფაშისტებმა მოახერხეს და აი ამ განწყობებზე იქ ცოტა ოკულტიზმით შეურიეს, ცოტა ძალიან ვულგარული ნაციონალიზმი და მოახერხეს ამოტივტივება ამ შიზოფრენიკმა და მანიაკმა ხალხმა ამ გერმანელი ერის სირცხვილმა მოახერხა გამარჯვება აქ და შორსა ვარ იმასგან ქართველები ესეთები არა ვართ, მაინც უდარდელი ხალხი ვარ და ფაშიზმს და რაღაც შოვინიზმს და რაღაც რადიკალურ გადახრებს არ ვექვემდებარებით, მაგრამ მაინც მძიმეა ჩემთვის იმის მოსმენა. მე მესმის ამ ქალბატონისაც, მაგრამ რაღაცნაირად მეც გამიგეთ, რომ აი თანახმაა რომ შვილი და შვილიშვილი არ მუშაობდეს არსად და იყოს აქ გაჭირულ მდგომარეობაში, ვიდრე წავიდეს და სადმე, თუნდაც ყველაზე მიუღებელ მისთვის ქვეყანაში იმუშაოს, რომ საერთო საბადებელი იშოვოს. ეს ჩემთვის მართლა გითხრათ გულწრფელად გითხრათ გაუგებარია. თუმცა რა ვიცი, შეიძლება თქვენც არ მოგხსნათ რას მე გელაპარაკებით და თქვით რომ მე ხა იმის დამქაში ვარ, ამერიკული იმპერიალიზმის და მე დავაჭირე ბომბდამშენის ღილაკს თითი, როცა მან ჩამოაგდო ბირთვული არახი. ძალიან საინტერესო ამბები ხდება გაზეთებში, კი არა და ქვეყანაში და გაზეთები ასახავენ ამას. კარგია ის რომ ჩამოდის ევროკავშირის დამკვირვებელთა ჯგუფი. ესე იგი ეხლა ძალიან მალე 10-ში, 10 მაისს ჩამოდის 25 კაციანი ევროსაბჭოს, ევროპარლამენტის წევრთა ჯგუფი, რომლებიც დააკვირდებიან ეს პირველი ნაკადია აი ამ დამკვირვებლებისა და თინა ხიდაშელის სტატია, რომელშიც ის ამბობს, რომ კარგია რომ ჩამოდიანო და იმედიაო ხელისუფლება ისე არ გააკეთებს, როგორც მარშალის ფონდთან მოხდაო. ანუ მარშალის ფონდის ამბავი იცით თქვენ არ მიიღო უბრალოდ ხელისუფლებამ დიტერ ბოტენზე თქვა რომ ჩვენ ამ კაცს საერთოდ არ მივიღებთო და მარშალის ფონდის დელეგაციის ის შემადგენლობა ვერ შეხვდა ხელისუფლებას. ივანიშვილის გუნდის წევრები განიხილავენ ამას როგორც საკუთარ გამარჯვებას. არა მარტო მხოლოდ მათ, არამედ გამარჯვებას, რომელშიც მათი წვლილიც არის, კონკრეტულად იმას, რომ სულ მალე ჩამოვა და დაიწყებს ჩამოსვლას დამკვირვებელთა ძალიან ფართო ჯგუფები, დიდი ჯგუფები, რომლებიც ამ გაყალბებას რაღაცნაირად სავარაუდო გაყალბებას რაღაცნაირად შეამცირებენ. კიდევ ერთ გავიგეთ სიახლედან, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ აპირებს მიმართოს მიმართოს პრეზიდენტს ორმაგი მოქალაქეობის თაობაზე. მათი აზრით, მაია ფანჯიკიძე ამბობს ამას, უკვე ეს საქმე არის სასამართლოში, მე გულისხმობ გაპროტესტებას მოქალაქეობის ჩამორთმევისა, ეს საქმე არის წარმართული სასამართლოში და რაღაც დამატებით თხოვნებს აქ ადგილი არ უნდა ქონდეს სასამართლოს დააკმაყოფილებს თუ არა და ივანიშვილი დააფუძნებს თავის პარტიას 21-ში, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული. ბასა ფოცხიშვილთან არის სიახლეში ექსკლუზიური ინტერვიუ. ბასა ფოცხიშვილი ყოველთვის გამოირჩევა, ჩემთვის გამოირჩევა იმით, რომ აქვს თავისი განუმეორებელი ვიდეო ხელწადა. შეიძლება ეს ბევრს მოსწონს, შეიძლება არა, მაგრამ აი რო შეხედავ ვიდეოს, იმ წუთში მეხვდები, რომ ეს არის ბასა. ასეთი არის ის ვიდეო, რომელსაც ჩვენ უყურებთ, უცნობის სიმღერას გულისხმობ, რომელიც მიმართულია ამ ამომრჩეველთა ლიგის საქმიანობის პროპაგანდისკენ. აი ბასა ინტერვიუში ამბობს, რომ როგორ შეიძლება თვალი დახუჭდეთ იმაზე, რომ შენ საფუძვლოს საფრთხე ემუქრება. დიდი ხელოვანი ყოველთვის დიდი ადამიანის არის. დიდი ადამიანი კი მოქალაქეობის კარში ვერ იქნება. პატარა ადამიანისგან დიდი შემოქმედება ვერ შედგება. ჩემთვის წარმოუდგენელია საზოგადოებასთან იზოლირებული ცხოვრება. აბა ვისთვის ვიღებთ გვამწერთ, როგორ შეიძლება არ მაინტერესებს რა ხდება ჩემს ქვეყანაში.
ვერაფერი ვერ გაიგე გვანცა? მაშინ წაიკითხეთ გაზეთი. ისა, გაზეთი ყველა სიახლე. კაი, გარკვევით. ამ მადაღებულ შიშზე ამდენი ლაპარაკი უკვე სიცხვილია, დრო ავძლიოთ სიმხდალეს, ბოლოს და ბოლოს საბჭოთა პერიოდში არ ეშინოდათ ადამიანებს, ხმის ამოღების დღეს მსოფლიოში სულ რამოდენიმე ქვეყანა დარჩა, სადაც შიშზე ამდენს ლაპარაკობენ და სიცხვილიცაა, რომ მათ შორის საქართველოც არის. ეს საინტერესო ინტერვიუა, მოდი ყველამ ერთად დავითვალოთ, გვანცას მოეწონა ჩემი დიქცია, შენ რო დიქციას დამეწუნებ, რატო არა ალდება ეს სტუდია და რატო არ გავეხვევი ალმურში. მიშას მაგარი ფოტოა ნახეთ აი ვერსიაში, აბა. ამ კაცი ამაში? მაგარი ფოტოა. აჰა. აი ეს არის ასეთი თბილი და ტკბილი გაზაფხული მიშა ჯერ არ ქონია. ნუ თბილი და ტკბილი ალბათ ირონიულად არის ნათქვამი, იმიტომ რომ არ ამგონია რომ მიშას ქონდეს თბილი და ტკბილი გაზაფხული. საინტერესო არის ეს თანამძღვარი ასევე ამ სტატიის ამას კი ინფორმაციის დონეზე მაქვს. იმანშვილი და ეს ამომრჩეველთა ლიგა ერთი ხაზია. გათვლა იმანშვილის მიერ იყო აბსოლუტურად ზუსტი. მან ის ხალხი შეკრიბა, ვისაც ქუჩის ადუღება შეუძლია. ეს საუბარია ამომრჩეველთა ლიგაზე. ლიგაში არიან კოკა გუნცაძე, ლევანი გოგა, ივანიშვილმა მაინც ძველი სახეები მოიყვანა. ყოველ შემთხვევაში დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ ის სახეები, ვინც ბიზნა ივანიშვილმა გვერდით დაიყენა, გაკოტრებული ლიდერები არიან. ძალიან კი გაუჭირდება დუღილის ტემპერატურამდე ხალხის მიყვანა, მაგრამ ამ ხალხმა ეს საქმე მართლაც კარგად იცის. აი ესეთი ინფორმაცია, ესეთი ინტერვიუა France Press-ის ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ლაპარაკობს ამას. გიორგი ფოფხაძე არ ლაპარაკობს. ვინ ლაპარაკობს ამას? გიორგი ფოფხაძე ლაპარაკობს, ბატონო. გიორგი ფოფხაძე France Press-ის ჟურნალისტი, ძალიან აქტიურად მუშაობდა ევროპაში სააკაშვილის ტყუილების წინააღმდეგ. გვახსოვს ეს კაცი, ჩვენ ირაკლი ოქროშვილის პარტიასთან ჰქონდა რაღაც გარკვეული რომანჩიკი და ეხლა რა ხდება, წაიკითხავთ გაზეთ ახალ ვერსიაში. ჩვენ გვაქვს ტელეფონის ზარები, იმიტომ რომ ბატონი ომარი ჯერ არ მოსულა, ხო? მაგრამ მოვა, საწავა. 2-40-00-30 და დარეკეთ და რაღაცები მითხარეთ. ერთად იმაზე თუ რა არასწორ რაღაცებს ლაპარაკობ. ალო? ალო? დიახ. გამარჯობათ. გაგიმარჯოთ. ხერო გისმენთ ბატონო შალვა ეხლა ამერიკაზე რო ლაპარაკობთ. მისი ქებადიდების რო ხართ, შეპყრობილი. მე ესე მგონია რომ თქვენ რუსეთის შპიონი ხართ. ამერიკა შენ წარმოაჩენ ისე რომ ქართულ ხალხს კიდე აძულებ იმას. რატო? აი როგორ აძულებ? იმიტომ რომ შენ აზრი არ ახარ, არის ამერიკა. შენ რაღაც ზერელეთ აკეთებ ამბას. ამერიკა შენ ზერელეთ გესმის. თქვენ კარგად იცით? ძმები არის, იცი რა გითხრა, მე რა მესმის და რა არა. რატო ღელავთ ეს? ადეთი ბევრი წაიკითხე ბიძიას. რატო ღელავთ? რატო? აი, უკაცრავ, დიდი ბოდიში. შეიძლება გკითხოთ? ეს რო ესია ბატონო ჩემო, თქვენი სახელი, ჩემი სახელი იცით, თქვენი სახელი არის? ჯემალი, გენაცვალე. ბატონო ჯემალ, რატო ლაპარაკობ ჯერ ესეთი ტონით, იმიტომ რომ თქვენ ესეთი რატო ლაპარაკობ და კაც ეუნები, შვილი თუ ყავსო, აქ შეერი რო კვდებაო. მეანებო სამ შამშულოს თავი და წავიდეს ამერიკაში და იცხოვროს. არა, ეგ არ მithქვამს. ამერიკის შენ არც ლიტერატურა ბოლომდე გაგიკითხო. ამერიკას და ცივილიზაცია კი ცივილი. მე ახლა გაგლიჯა ამერიკამ ამ იმაში მე-20 საუკუნეში და ყველაზე ძლიერი სახელმწიფო გახდა. დიდი მეცნიერები, დიდი ეკონომიკა, დიდი ყველა აუღელებლად შეგიძლიათ ლაპარაკო. საერთოდ ასეთი ის მაქვს, მანერა მაქვს ლაპარაკი. ცუდი მანერაა, გენაცვალე, იცით რატოა ცუდი მანერა? იცით რა, შენ მანერას რომ ისწორებ, ჯერ 68 წლის კაცი. 68 წლის კაცს გელაპარაკებთ, ასეთი მანერა რო გაქვთ, თქვენი საუბარი. უნდა მისწორებდე. ერთი წუთი. თქვენი საუბარი, ბატონო ჩემო, თქვენი საუბარი, როცა გაქვთ ასეთი მანერა, აღიქმება რაღაც მტრულ თავდასხმა და შესაბამისად მე ვცდილობ, ერთი წუთი. თქვენ ბევრს ლაპარაკობთ ეხლა და ბევრს ვილაპარაკებთ, ამიტომ ცოტა ხანი ვისაუბროთ. თქვენ როცა გაქვთ ესეთი მანერა, რომ ცოტა აგდებულად რომ მესაუბრებით, მეც გარკვეულწილად ვფოთავ და შესაბამისად არ გამოგდის დიალოგი და გამოგდის ჩხუბი და არ მინდა ეს და ამიტომ შვიდად რომ ვილაპარაკოთ. ბატონო ჯემა, ეხლავე გეტყვი. თქვენ საქართველოს ისტორიას ალბათ იცნობთ, მე მეტნაკლებად, საყოველთაოდ მაინც.
დავით აღმაშენებელის ისტორიკოსი წერს ესეთ რაღაცას. დავითო ისეთ საქმეებია გაკეთებულიო, რომ ალექსანდრე მაკედონელის არაფრით არ ჩამოვარდებაო, მაგრამო მე ვარო სუსტი და იმიტომ რომ ვერა ვარო ისეთი მაქებარი დავითის საქმეების, როგორც ალექსანდრე მაკედონელის ყავდაო, მაქებარი არისტოტელევ. შენ ცუდი მაქებარი ხარ ამერიკის. მე არ ვაკეთებ. გამიგე? იმიტომ რომ ამერიკა შენ ისე წარმოუჩენ ქართველებს. აბა ესე ის არ შეიძლება ესე ბიჭო. რა არის ეს? ბიჭოს გარეშე ხო შეიძლება ბიჭოს გარეშე რო ვისაუბროთ. აუხსენი რა არის ამერიკა როგორ ბიჭოს გარეშე რო ვისაუბროთ ხო შეიძლება? ბატონო ჩემო. ხო. ბიჭოს გარეშე. იმიტომ გეუბნები რომ შენ ხელა შვილი მყავს. ხო და მე არ მსიამოვნებს რომ ბიჭო დამიძახო და ძალიან გთხოვთ აღარ დამიძახო. მსიამოვნებს შენი ლაპარაკი ამ იმაში. მე ხომ თქვენ პირადად არ მოგმართავთ რა. ამ ტელევიზიაში ცოტა გუშინაც რო გისრენ ხოლმე რა. რა შენ ხალხს რაღაც გონი ამისი რა ქართული ოცნების წინააღმდეგ განაწყობ. აი ესეთი ლაპარაკი. ცოტა დააფიქსდი ვიდეო. მე არა ვარ ქართული ოცნების. თქვენ ძალიან დიდ ბოდიში ბატონო ჩემო. მე გეტყვი შევინახა. შენიც კაცი ხარ, რომელმაც იცი რა თქვი. როცა ერექცია არ მექნება, მაშინ მე ვარ ეკლესიაშიო. მე ეძახი მოვინანიეო. დიდი მადლობა რომ ჩემი გამონათქვამი, ჩემი პორნოგრაფიის აგიტაციისთვის ადექი და იმაში მიდი, რა ქვია, იმედში. ეს ძალიან კარგად ახსოვს. რომელი პორნოგრაფია? თუ ამერიკანიზმი უნამუსობა გონია, ეს ძალიან ძნელია და თუდი გასაგები. შენ რა გინდა ისი ყველა ფორმით ოღონ კარგად ვიცხოვროთ. შენთვის კარგი ცხოვრება ის არის, რომ ესე იგი დანაყრებული ვიყოთ ღორებივით. ეს ესე არ არის ფიზიკო, არა. ამერიკელი ჩემთვის იცი ვინ არის? კახეთში რომ ბიჭი არის, რა ქვია, მხატვარი ამერიკელი ჩამოსული, კარგად რომ ღერის ქართულად და ერთიც რო იყო ის რო გითხრა თურაშაულის პატრონი დღეში ეძებდა პანტასაო. რას მივარდით ამ იმას? შესანიშნავი სიმღერა გაგდა მიხედეთ. პროფესიის შესახებ შეიძლება გავიგო? ვიმძანდებით. მე პროფესიით ინჟინერი ვარ. და მუშაობთ ახლა სადმე თუ როგორ? სად უნდა მუშაობ? 68 წლის ვარ. და არა, გასაგებია, სად მუშაობდით, რა გაქვთ გაკეთებული შეიძლება თქვა? სხვადასხვა წარმოებებში მუშაობდი, სხვათა შორის წარმოების ხელმძღვანელიც ვარ, ახლა არ მეთქა შენ კომუნისტი ხარო. მე არ გეუბნებით ამას. თქვენ ერთხელ დავრეკე მე ტელევიზიაში. სად? აი ეს იყო აი ოღონდ აი შვიდად და აგდების გარეშე ილაპარაკე. ეს ამბავზე დავრეკე და აი როცა ისქნეს, რა ქვია, შეწყვიტენ კაბელზე ფუტბოლ პლუსის და ამის გადმოცემა და ჩვენს ტელევიზიაში დარეკეთ? ჩვენთან დარეკეთ? არა, სხვა ტელევიზიაში გიყვები ამბავს რა. GMG-ს ვარიანტები იყო და იქიდან მე პასუხებ ერთი პატარა ბიჭი. არა თქვენია ბიჭო, პატრიოტი არა ხარ. რუსული არხის მოსმენა გინდა ქართულ ბიჭო, რუსული არხის კი არა. მე ფეხბურთის ყურება მინდა მეთქი იმას უთხარი, გაიგე, რა ჩვენია რუსული. ახლა მოდით არსებითად რო ვილაპარაკო. მე შეიძლება შეკითხვა დაგისვათ? აი შენი ტოლი რო ვიყავი და უფრო პატარა დაჟე 20 წლის. უკაცრავად, მოაპელირებთ ასაკზე, დიდი ბოდიში, ასაკზე აპელირება არ არის დისკუსიაში მართალი. მოაპელირებთ. შეიძლება ამაში გაიმართოს. რატომ? მე და თქვენ ხო შეიძლება დისკუსია გავიმართოთ, რა შეიძლება? შვილო, ესე გააკეთე დისკუსია რო გამართო. ძალიან დიდი ბოდიში, მენტორული ტონი არ არის ახლა. თქმა არ არის ამის საქმე. ბატონო, ვიზაჩემო. მოყევი იმაზე, რა ქვია, გერმანიაზე რომ მოყევი, როგორ გაისახა ფაშიზმი. არა, მართალი, არა. იუგოსლავიაზე რას ლაპარაკობდი? ნუ თქვენი გასაგებია, თქვენი ის სხვადასხვა სარწმუნოება, თორე ერთი ხორვატები და სერბები ერთიერია? დიახ. კარგი, ძალიან საინტერესო. ძალიან საინტერესო. ბოსნია ჰერცეგოვინა, ძალიან საინტერესო. გასაგებია. აი, ძალიან საინტერესო იყო, კი ბატონო. ხო, ესე. უკრაინელი და რუსიერიც ერთია? უკრაინელი და რუსიერიც ერთია? სლავური ძირი აქვს, იმადა. მასე სლავური ძირი აქვს, ძალიან ბევრს. ძნელი საძიებებელი არის. ხო და ნუ ვეძიებთ ახლა იმას. იუგოსლავიაში ენა ერთი აქვს იმას. სერბებს და კარგი, გასაგებია. კარგი, კარგად ბრძანდებოდ, გელცვალ, ბიძაჩემ, კარგად ბრძანდებოდ. დიდი მადლობა იმისთვის, რომ დაარეკეთ და რაღაც ოღონდ მე ყველას ვთხოვ, უმორჩილასაც ვთხოვ, რომ როცა დაარეკავთ და რაღაც დისკუსიის გამართვა გნებავთ, ზედმეტი აღელვების გარეშე და შვიდად და წნარად რომ ვილაპარაკოთ. ყავს არის? ალო, გამარჯობათ. ალო. გამარჯობათ. ალო, ბატონო შალვა. გისმენთ. ძალიან დიდი სიმპათიებით ვარ თქვენს მიმართ. დიახ. მომწონს თქვენი გადაცემები. დიახ. და აი ამ საარჩევნო პერიოდში თქვენ მაესტროს და პირადად თქვენ და თქვენს კოლეგებს ძალიან დიდი ასე ვთქვათ სამუშაო დაგჭირდებათ.
რომ ხალხს გააგებინოთ ის სიმართლე, რაც საქართველოში არსებობს. რაც შეეხება ამერიკას, ეხლა სულად მაინტერესებს ამერიკა. ყველამ თავის კვარტს მიხედოს. ამერიკა რაში მაინტერესებს ახლა მე? და რომ დაგიწყეს აქ დავა და ერთი ამბავი რომ გინდა თუ არა ეს ამერიკა. ამერიკა არის ლიდერი, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას შორის და ამერიკა განაგებს რაღაც ბევრ რაღაცებზე თავისი პრინციპულად თავის საკითხებს, მაგრამ ჩვენი საქართველოს უნდა იმასნათ, რომ გავაკეთოთ ისეთნაირად, რომ საქართველოს ჩვენ ყველაფერში პირველობა გვინდა პატარა ქვეყანას. მადლობთ, მადლობა. 240-0030 არის ჩვენი განცემის ტელეფონის ნომერი. მინდა როცა დისკუსიაში შემოხვალთ, ძალიან მიხარია დისკუსია, რაღაც კონკრეტული არგუმენტირებული საუბარი იყოს და არა თუნდაც გნებავთ თქვენი ასაკის გამო მენტორული საუბარი, იმიტომ რომ უფრო კარგი იქნება ეს. ალო? ალო, დილამ შეჯობათ. გამარჯობათ. როგორ ხარშალო? ჯერჯერობით კარგად. ნუ ეხა იმ მამაკაცის საუბრიდან გამომდინარე, ჯერ ესეთი ეტყობოდა ვინ იყო, რა იყო, ეხა მე შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ნუ იყვნენ ადრე ესეთი კაცები და ახლაც არიან და ნუ აი ნუ ეს ძალიან ესეთი ხმამაღალი კაცი რა, რომ უნდა რომ გაჯობოს რაღაცით. ხო, არ გამოდის დისკუსია ასეთ თემაში, ხო, იმიტომ რომ თუჩი გიტევს და საკუთარი ასაკით წარმოების ხელმძღვანელი რომ იყო. სხვა შორის, იცით, პრობლემა რა არის? იცით, ეს ხალხი, არა, მე გეტყვით. ეს ხალხი თავს დღევანდელ საქართველოში გარიყულად. ხო, კი, აი ეს მინდოდა. აი, ეგ პრობლემა, ანუ ეხლა კონკრეტულად ჩემი მოღმა კი არ აქვს და მართლა ის კი არ აქვს, რომ რას ლაპარაკობ. უბრალოდ მოხდა ისე რომ მოვიდა ხალხი, რომელსაც რაღაც უნარები აქვს. რაღაც უნარები, რაღაც სხვანაირად, არა საბჭოურად აღზრდილი ადამიანები და მეც კი გზნობ 40 წლის კაცი, აი 20-25 წლის ბავშვების ბავშვების არა, ახალგაზრდების უპირატესობას და მით უმეტეს 68 წლის ადამიანი ამას კარგად გზნობს, რაც მას უკეთებია მთელი ცხოვრება, უცებ დაინახა რომ ეს საერთოდ სხვაგან უშევით გასკდა კი და არ არის ეს ასე. იცით რა არ არის ასე? მე ხშირად მიხაროთ, აი რომ მოვიდა მიშა და დაიწყო ძველი თაობის ყრა, ხო, ხელის. მომწონდა, მაგრამ ზუსტად ეს ეგ არ არის სწორი, იმიტომ რომ არ შეიძლება უარი თქვა შენს წარსულზე, არ შეიძლება შენს წარსულზე თქვა აი ასეთი გადაჭრითი უარი და თქვა რომ ყველაფერი ცუდი იყო და არაფერი არ იყო კარგი, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს რაღაცები კი არა და ძალიან მაგარი რაღაცები შეიქმნა ამ დროს. აი ამიტომ არის აი ეს ეიჯიზმი რომელიც შვა მიშამ ხო ერთ-ერთი პრობლემა. აი ეგ არის და ამაზე განაცხენებული მე მოზგებიან ამერიკის შეერთებულ შტატებს რაღაც აი პრავდაში და კრაკაზინში რომ ხო იბეჭდებოდა იმ კარიკატურების სტილში ლაპარაკობენ რომ აი თქვენ ჰიროსიმა დააბომბეთ და რაღაცებს. ერთი წუთი ჩალვა რა მინდა გითხრეთ, აი ეს ამერიკის წინააღმდეგ ეს ზიზღი რო გაჩნდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. რისი ბრალია შალვა, ხო იცი? ზიზღი გაჩნდა გარკვეულ ნაწილში საზოგადოების. ხო, გარკვეულ ნაწილში. უფრო ძველ გაზეთებში. ამდენჯერ შეიძლება გთხოვოს ქართველმა ხალხმა რომ მოგვისმინე არა. ეგ რა თქმა უნდა, ბუნებრივია. ხო და აი აქედან დაიწყო ყველაფერი რა. მადლობთ. კაიგენეთ. 240-0030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ვესალმები მორიგ მსმენელს, რომელიც ყავს. მერტ მარ დაგვილიოს ეს მსმენელები. ალო? ისე ამ კაცმა რომ ბევრი რამე იცოდა ჩემს შესახებ, ჩემი 20 წლის წინანდელი გამონათქვამებიც კი იცოდა. ალო, გამარჯობათ. გამარჯობა, ჩემოსალო. გისმენთ. ეხლა რა ვიცი, დაბნეული თავარ ისე მინდა ძალიან საუბარი და ეხლა არასდროს არ მქონია ესეთი შემთხვევები, რომ თქვენი სახელი? ირაკლი ბატონო. გისმენთ ირაკლი. ხო, მე უბრალოდ მიმოგზაურია ბევრი ქვეყნებში და ეხლა არ მინდა ამერიკას უბრალოდ ასე ვთქვათ მივახტე და დავიწყო ამერიკის ანქება, ანძაგება. მაგრამ მთელი ახალგაზრდობა ამერიკის ნატრაში, შტატსკი კოსტიუმებში დაღმაში გავატარე და მე მომიწია ცხოვრებაც. დიახ. ხო და ეხლა გადავდივარ პრიბალტიკაში და ესტონეთში ვარ. თითქმის მთელი ცხოვრება გატარებული. ესტონეთში ცხოვრობთ ეხლა? ცხოვრობდი არა, მაგრამ ცხოვრობდი და ბიცოლაც ესტონელი და კავშირები ნათესაური დამოკიდებულება და შედარება შემიძლია მოვახდინო ჩვენი ყოფისა ესტონეთისა და
ამერიკაშიც მე ნამყოფი ვარ და იქაც ახლო ვიცი რა ხდება, როგორი ცხოვრება არის. ეხლა ესტონელი რატო ახსენე და რომ არ ვიცი რატო ვინ უთვლის რომ ისინი არიან არა თავის ქვეყნის ისე ხალხთ მოძულე ანა ქსენოფობები ასე რომ ვთქვათ. ჯერ საბჭოთა პერიოდში ძალიან შესანიშნავად ასე ვთქვათ უჭირდათ მათ ძალიან იჩაგრებოდნენ იცით ალბათ იმიტომ რომ 45 წლის მერე ვერ შეეგუენ ამ რუსეთს და მთელი ამბავი. იყო ერთი ესეთი შემთხვევა, როდესაც უნდა დაენიშნათ კულტურის მინისტრად ესტონელი. განაწილებული იყო როგორც საბჭოთა პერიოდში, რომ უნდა იყოს მეორე კაცი რუსეთიდან, ასე და კულტურის მინისტრი უნდა ყოფილიყო ესტონელი, ესეთი ის იყო რა. დანიშნეს და რაღაცა შენობლობა უნდა წამოწყებულიყო, აი როგორც დღეს რაღაც კულტურის ცენტრი როგორც აჭარაში შენდება რაღაც ამდაგვარი, ოღონდ რუსული. არ მოაწერა კულტურის მინისტრმა, ეს ნამდვილ ამბავს გიყვებით. და რა თქმა უნდა ის მოხსნეს, ნუ ესტონელი იყო. მეორე გვარებიც კი შეგვიძლია ერთი ორის კითხვა. მეორე მესამე და არც ერთმა ესტონელმა ხელი არ მოაწერა და უკვე ის ქაღალდი რომ მიიღეს, ეს კი და უკვე მე-7 სტუმრებს აღარ მოსთხოვეს ამის მოწერა. ეხლა მე რომ ყოფილიყავი საქართველოს კულტურის მინისტრი ის მომსვლოდა მეორე დღესვე მოვაწერდი იმიტომ რომ წყნეთი მექნებოდა ბანკად მე რას გულისხმობთ მაინც აი რას მოაწერდა საქართველოს აი ის ქაღალდს რომელიც საქართველოს ანალოგია რომ კიდევ ერთხელ გამეოროთ ვერ მიხდით საქართველოში რო ყოფილიყო ეს ამბავი ჩვენი მინისტრი მე რო ყოფილიყო ანუ რა უნდა ყოფილიყო მაგალითად საქართველოში არ უნდა მოეწერა არა რა რომ მოეთხოვათ აი რა რომ მოეთხოვათ რაზე ხელმოწერა ანალოგია რაზე ხელმოწერა მოეწერათ რომ აი აშენდეს აზიზია მეჩეთის ღევანდელი ასე ვთქვათ რა შენდება ახლა არ მინდა პოლიტიკურ ამაში უბრალოდ ხალხი და ბოლოს კიდე რა ესტონელი მუშტ სურთხავდა ყოველ წუთში რუსეთს ასე ვთქვათ ისი როგორ აი ეს ვაჟკაცურად იდგა და ვითომ ეზიზღებოდა მეგონა მაგრამ დღეს რა ხდება ყველაზე დიდი ვაჭრობა აქვს რუსეთთან ეს როდესაც მიაღწია თავის დამოუკიდებლობას, როდესაც მოახერხა ის რომ თავისი თავი თვითონ არა ამერიკანისკენ გამოდა, არა ინგლისისკენ, არა გერმანიისკენ, თავისი თავი. აი რუსულად если ты не за себя, тогда никто не для тебя. და ჩვენ არა ვართ, ჩვენ გვინდა რომ სხვა ამერიკამ გვიშველოს, ან ამერიკანისტი ვართ, თუ რუსეთი რაღაცას გვშველოს, რუსეთისტი ვართ, ან რაღაცა და ჩვენი თავისტები არა ვართ და ის რომ ჩვენ ყველა ფიქრობს რომ ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდეს და ყველა თავისი ხელი მოიწოს. მადლობა. მიშა თავხელიძემ მომწერა. მიშა თავხელიძემ. გამარჯობა მიშა. მომწერა რომ ისაო, აი ხა გეტყვით რა მომწერა. მაგრად დადაკი შენ ნათელ მხარეს ახარ და მე მიწერე, აი შენღა მაგდი მეთქი ახლა სრული ბედნიერებისთვის. როგორ ახარ მიშა? ეხლა რეკლამას მოусმინოთ და მე ბატონი ომარიც მოვიდა და ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ ბატონი ომარ მხეიძე ოუ ეს რა ფოტო გააძრეთ ეს თქვა ხო რომელ კამერაში ვარ ამაში ჰა ნახე რა ბიჭია ჰა რამე წელს ახარ და 18 აი ამას აქში მიხვედით იქა ხო რომელი წელია 53 წელი. რამიშულთან და სოხიშულთან. 58 წელი. აბა მოგვიყევით, ესე იგი, საიდან ახარ თქვენ წარ თბილისელი ბრძანდებით? კი, მე თბილისში გაზრდილი ვარ, თბილისში დიდი ზოშები ვიზრდებოდი, სადაც 4 ქართველი ცხოვრობდა, ოჯახი, სომეხი, ეგივე 3 სომეხური ოჯახი, 2 რუსი, 2 ქართველი. და მოკლედ აი მოხვდით აქ და როგორ მოხვდეთ მოკლედ რო ისტორია მოგვიგეთ არა მოკლედ ასე იყო მე ვიყავი პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ვიყავი არა იქ ანსამბლი იყო ასეთი ბოხუდარახველის მოწაფეთი ვიყავი მე პიონერის სახლიდან დავარჯე კი პიონერის სახლიდან დავიწყე მე იმის შემდეგ უკვე პიონერის სახლისთვის დიდი ვიყავი და ბოხუდარახველისთან მოხვდი მე მიყვანა ზურაკველიძე არის ასე და მისი ძმა და მე ერთად ვიყავით პიონერის სახლში. მოხვდით იქ მერე? მოხვდით იქ და ბუხუდარეხველიძე კიდევ იყო ჯანუბაგრატიონის მოწაფე. ხო. და მინერგავდა რომ რაღაცა ნახა ალბათ ჩემში რაღაცა და მინერგავდა რომ მე ჯერბა ჩემ მასალებელთან უნდა მიხვიდე. ვინ არის ჩემ მასალებელთან? ესე იგი ბუხუდარეხველიძე ეს ბუხუდარჯე ჯანუბაგრატიონი. მერე? რასაც მოხდა
ჯანო ბაგრატიონს მაშინ დაუშალეს ანსამბლი 59 წელში. ნუ ყოველთვის უშილდნენ მაგას ანსამბლს და ატომღას და ამ დაშლასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ძალიან პოპულარული იყო და მაშინ იყო ფილარმონიასთან არსებული ანსამბლები შეიქმნა, რომელიც კომერციულად და დაუშალა თქვენ მიხედით როგორ მოხდა? აი ვინ გითხრათ რომ ეგ წარმოდით თუ რაღაც კასტინგი ტარდებოდა არა სადა იმჯადოსთან და სუხიშვილთან ანუ კასტინგი ტარდებოდა ანუ გეტყვი არა გეტყვით ახლა მაგრამ ხო ნახოს ჯერ ხო ალბათ ნახულობდა ხო არა ბატონი ლიკო და ქალბატონი ნინო ჯერ უყურებდნენ ხო ადამიანებს ხო და აი როგორ მოხდა ჯანო ბაგრატიონს რომ დაუშალეს ანსამბლი მე ისე მივტრიალდი ბოხუ დარახულდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ცეკვის ანსამბლი იყო და იქ იყო იქ გააკეთა მე ისა სპეციალური დადგმა გააკეთა აგერ არის აქა ბოხუ დარახულდა ჩემზე უცხო მონადირე ასეთი სათაურით იყო აი ეს ესეთი სათაური ცეკვა დადგა სპეციალურად რაღაცა ლიბრეტო ახლდა თან თავისი და თემატური იყო. გასაგებია. და მათ გამოვდიოდით მთავრობის კონცერტზე, სუხიშვილების გამოვდიოდნენ ნინო რამიშვილი იყო სუხიშვილის ანსამბლი. რომელი წელია? 52 წელი. კი ბატონო. 52 წელი და ჩვენ პოლიტექნიკურ ინსტიტუტიდან გამოდიოდით აი ამ ცეკვავდით და მაშინ ნახეს მე. დაგინახეს სცენას. მოვიდა ვინმე თქვენთან? არა, მოვიდა კი რა მოხდა ახლა. ფილარმონიაში იყო რესტორანი. ხო. გოფილექს რო ეძახი. გოფილების ბაღი. ხო, გოფილების ბაღი. კი არა და მასოს რომ ყვებოდნენ აბა. ხო. გამოვედით ჩემ მეგობრებთან ერთად და სიმღერას ვღეროდით ახლა და ამიშვილი იჯდა ჩვენთან საერთო საცეკვაო ხელოვნებაში ცნობილი არის კოჯორა იყო ერთი ეგრე დამინახა იქა და კოჯორაშვილი იყო გივი კოჯორაშვილი ძლიერი მოცეკვავე და აი ეს ქალბატონი ნინო ეს ამიშვილი ხო და კარგი გვარი აქვს ხო და ამ ქალბატონი ნინო როგორ იყო ქალაქში ცნობილი იყო რომ აი ეს არის ძივა ნინო რამიშვილი ყველასთვის ნინო რამიშვილი რო შეხედავდი ეგ არის ცნობილი იყო ნინო რამიშვილი ანუ ყველა მიცოდით რომ ეს კაცი ყველა მიცოდით მოცეკვავე ხარ არა ხარ მოცეკვავე სულ არ არსებობს ნინო რამიშვილი უკვე ქუხდა თავისი ყველაფრით მე და მე ეკითხა ეს არის ომახეთ გვარი და სახელი უკვე რესტორანში ხდება ეს ხო და დამინახა რა ეხა და გივი კოჯორაშვილმა მითხრა რომ აი რამიშვილი გეძახისო და მივედი მართლა მე მივედი და დავიწყე რამიშვილის სასუხეში და რამიშვილის კონცერტი. არა, რა გითხრათ, რომ აი კარგი ბიჭი ხარ და ხوار ეს არა, რომ მივედი, იცით რა არის? დამიბარეს კი, ყველაფერი დამიბარეს, მაშინ ჩვენი ანსამბლი და ახლა სასწავლი არის ის ხალხმა. ჩვენი ანსამბლი მაშინ სარეპეტიციო არ ქონდა. სუხიშვილებს? არ ქონდა. ჩვენ რეპეტიციას გავდიოდით გოფილექტის ბაღში იყო საზამთრო ზამთრის თეატრი და იმის ფოეში აი პარკეტი იყო და აი იქ და აი იქ სახელმწიფო ანსამბლი არ იყო ჯერ? როგორ არ იყო? აბა რატო უყურებდნენ ასე უდიერად? არა, არ ქონდა სპეციალურად ასეთი სარეპეტიციო დარბაზი არ ქონდა, ხო? თუმცა წარმატებები ქონდათ უკვე? ნუ რასლავური ანსამბლმა უკვე ავსტრიაში იყო, გერმანიაში იყო და დიდი წარმატებები მოუტანეს ჩვენ ერთს ძალიან დიდი. ხო და აი ეს პროგრამა, რომ პროგრამითაც ჩვენ გავედით, მე აი 57 წელში უკვე ის ცნობილი პროგრამა. აი ეს პროგრამა, ის პროგრამა აი იქ არის შექმნილი ფოეში იყო. მაშინ ერთი ამ პროგრამასთან მინდა დაგესვათ შეკითხვა, როგორც პროფესიონალ მოცეკვავე და ქორეოგრაფიაში კარგად გარკვეულ. დიახ. ნებისმიერი ფოლკლორული შემოქმედება კლასიკურ სცენაზე და არავინ არ უარყოფს იმას და ვერც უარყოფს რომ ეგ უკვე ახალი დონე შეიძინა სუხიშვილების შედეგად ამ ყველაფერს კლასიკურ სცენაზე რომ გადაგაგ საჭიროა პროფესიონალი ქორეოგრაფის მუშაობა დახვეწა იმილეთების შეიძლება სულის კვეთება ან რაღაც საერთო მონახაზი იყოს შენარჩუნებული ხალხური მაგრამ სწორედ ქორეოგრაფიის გადამუშავებისა და მრავალწლიანი მეცადინეობის შედეგად ვიღებთ აი სწორ ხაზებს, დახვეწილ მოძრაობებს და ასე შემდეგ. ანუ ეს ცეკვები აბალ შემუშავდა რუსულისთვის ბოდიში. ეს არის
გლეხურ ფოლკლორული აი ისეთი როგორცაც ცეკვავდნენ 2-3 საუკუნის წინ სადღაც თუ ეს არის ამ ადამიანების ამ მონიჭერესი ადამიანების მეცადინეობის და შრომის შედეგი ყველაფერი ერთად არის ესეც რა არის ეს არის ხალხური ცეკვებია ეს არავის საკუთრება არ არის ეს არის ხალხიდან ამოღებული ეს იცით რა არის იბადებიან ადამიანები რომლებიც ხალხურ შემოქმედებაში წიაღში ეძებენ მარგალიტებს აი იმ წიაღში მარგალიტებიც არის და ნეხვიც არის და მაგრამ ნიჭიერი ადამიანი ამ მარგალიტს იღებს ამ მარგალიტს მე თვითონ თავისი ნოვაციით ამდიდრებს და ის ძალიან გამდიდრებულს ისე თავის ხალხს მიართმევს ისე რომ ეს ყველა არც ერთი ცეკვა არ არის მოგონილი ტყუილი არა გენაცვალე ეს არის ხალხიდან აღებული ოღონდ ნიჭიერი ადამიანები ამას თავისი ნიჭით ამდიდრებენ და ეს ეხდება აქაც აი ესა გაპნეული ეს მარგალიტები იყო ყველა სხვადასხვა ქორეოგრაფისგან მოძიებული მაგრამ ნინო რამეშვილი და ელიკო სოღიშვილი ამას მოუყარა თავისი ყველაფერს თავისი არ დაამატეს როგორ გამდიდრა თავისი მაგრამ ანსამბლი მაშინ არის ძლიერი როდესაც ტალანტაკრებულია ის ტალანტები ეცი იმ აი ამ ოქროს ყულაბაში ასე რა ავიღოთ ესე თაიგული ხდება იმიტომ რომ ყულაბაში ყრის თავის ნოვაციებით ეს ტალანტები და ამდიდრება აი რომ არა ეს ორი ადამიანი შეიძლება ითქვას რომ ხალხური ცეკვა რაღაც ისევე განვითარდებოდა როგორც დღეს არა ყოველ შემთხვევისთვის აი ამ ორმა ადამიანმა მოუყარა თავი თორე ისე ცეკვები ღმერთმა მოხდეს რომ საუკუნეების მოდი თქვენ იქ რომ მოხვდით იყავით 18 წლის ბატონო რამდენი წლის იყო და ბატონო ბატონო რამდენი წლის იყო ქალბატონი ნინო და ბატონი ილიკო რამდენი წლის ახლა 10-ში არის დაბადებული ნინო ახლა ანუ იყო თუ არა არაფორმალური ასევე აი ანსამბლის სულისთვის ასეთი მნიშვნელოვანი დედობრივი ზრუნვის რა ძალიან მე გეტყვით ახლა იცით ჩემსა და პირველ პლიადას შორის იყო გასხვავება პირველი პლიადა რომელიც მე მაინც მიმაკუთვნებენ პირველ პლიადას ფიდოსულაბერიზე თქვენთან ერთად არა ეს ახალგაზრდა არა ახალგაზრდა მაგრამ ახლა წარმოვიდგინე მე რომ პროფესიონალ კოლექტივი 51 წელში მაშინ პრეზიდენტ 10-11 წელს იყო ხო და იცით რა არის აი ეს ტალანტები თავის წაღანთვეს ამდიდრებენ რომ არ არის ნინო რამეშვილი ასეთი დახვეწილი ცეკვები იშვიათად რო ყოფილიყო. თქვენ საბჭოთა კავშირის დროს იყავით უიშვიათესი კოლექტივი, რომელიც ასე დადიოდა საზღვარგარეთ. ხო, ეხლა რა არის? საბჭოთა კავშირის დროს დადიოდა ორი კოლექტივი საზღვარგარეთ. ეს იყო მოისევის ანსამბლი, მაგრამ მას შეგვეშველს მოისევის ანსამბლი იყო, არა რუსული ცეკვის ანსამბლი. Народов СССР მახსოვს. ხო, მაგრამ აი ეხლა კარგი ანსამბლი იყო ძალიან. უკრაინულს ეკავდნენ ძალიან მაგრამ. ეხლა ძლიერი ანსამბლია, ძალიან ძლიერი ანსამბლია. მათ 200 კაცი არა გამოდის ყოველ სტუდიიდან გამოდის 200 კაცი იმიდან ორი აიყვანოს უკვე. ძალიან ძლიერია. მაგრამ აი ესეთი ანსამბლი როგორიც ჩვენი იყო, ჩვენსაც ეწერა გასვიდასწვენ народного танца Грузии. აი ეს ამ სახელწოდებით ძალიან აქცევდნენ ყურადღებას, იმიტომ რომ მე ახლა რასაც ვიტყვი, ესეთი მე ადრე ვთქვი, ესა გლობუსი იყო გადაცემა, უძღვებოდი მე ევროპაში იყო და არ არსებობს ხალხური ცეკვის ანსამბლი არ არსებობს ჩვენს გარდა. მე შეერქვა ეს. აი საბჭოთა კავშირის დროსაც არ არსებობდა. როდესაც ნინო რამეშვილი და ელიკო სხიშვილის ანსამბლს დაერქვა საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლი, ასეთ სახელწოდებით, აკადემიური ანსამბლი. ასეთ სახელწოდებით არ იყო, იმიტომ რომ შენ უნდა მაშინ ქონოდა ესე შენი მასალა 90%. 90% აი თემ სოფლიოში თუ გინდათ აი ავიღოთ აი ესპანელები ხო როგორი ცეკვა არა როგორი ძლიერი ფოლკლორი აქვს ფლამენკო და ასე შემდეგ მაგრამ ისინი ორ განყოფილებას ვერ ცეკვავენ ვერა იმიტომ რომ მასალა ვერ ავსებენ იქ არის მექსიკური ცეკვები იქ არის ჩარდაში ინგრული და ასე შემდეგ და ასე და ციკლური და ასე შემდეგ აი ჩვენი რატო ყვირდებოდა და რატო მე შეგვიშვეს ჩვენ აი უყურეთ მე პირადად 97 სახელმწიფოში ვარ ნამყოფი ხო აი ხა წარმოიდგინეთ
პირველ ხარისხოვან სცენებზე ვართ გამოსული. ლასკალაში ხართ გამოსული. აი გეტყვით ლასკალაში. ლასკალაში რო გამოვედით, როცა ლასკალაში გამოცხადა რომ აი ხალხური ცეკვის ანსამბლი ჩამოვიდა და დაუთმეს ლასკალას და იქ როგორც გავიგეთ ძალიან შეშფოთება აღმოჩნდათ, იმიტომ რომ ეს კლასიკური ტაძარია სოფლიო მუსიკის და ესა ტაძარია. ძალიან და ძალიან შეშფოთეთ და ჩვენ ესე გვითხრეს რომ როდესაც კამათი იყო, კამათი კი არა, უარყოფითი გამოთქვეს აზრები გუბერნატორს უთქვია ასეთი რამ. მილანი დიახ, რომ ჩვენ ესე გვითხრეს რომ ესე იგი ეს ვნახე მე პარიზში, ვნახე ლონდონში და ვენაში, თუ ეს არ მოგეწონებათ, მე გადავდგები გუბერნატორიდან. და როდესაც ჩვენ გამოვედით ლასკალაში მაშინ საერთოდ აი ეგ გზნობა რა არის რომ იქ გზნობდით ამ მოცეკვავები რომ ლასკალაში სასწაულია აი რომ გამოდიხარ და აი ვთქვათ გამოვედი და ხელს ესე იგი ხელს წევ მაღლა და მადლობას უზღვნი ამ შტაში რომ მოდის და ოვაციები რომ მოდის. ჭველებს ძვირფასეულობა ძალიან მაღალი საზოგადოებაა შეკრებილი. აბარა, მე ჩემთან მე ომარ ხეზეზე კი არ უკრავდნენ ტარს. რა თქმა უნდა. უკრავდნენ ჩემი ერის ამ მასალაზე ამ და აი აყვანა თუნდაც ლასკალაში ხალხის. დიახ, ძალიან რთული. რთული არის, ხო? იმიტომ რომ სხვა საზოგადოება ეს. ხო, სხვა მოლოდინი იყო. ანუ რითი იწყებთ? აი როგორც კი დაკრა პირველმა დონმა და გარკვეულ იქიდანვე წავიდა? იქიდანვე წავიდა. იქიდან წავიდა და ჩვენ რეკორდი მოხსენით მაშინ იყო ასეთი იქ თქვეს რომ კარუზოზე აიწია 12 ჯერ. ფარდა, ხო. ჩვენ და 14-ზე აიწია და ხო. რამდენხნიანი 1 საათნახევრიანი კონცერტი იყო, ხო? არა, 2 საათიანი იყო. 2 საათი. აი ლასკალა 2 საათის განმავლობაში ფეხზე ამგრები, ხო? და წარმოედგინეთ რა საზოგადოება იყო იქ. ხო. გარდა მაგისა, ჩვენ ესე იგი ლონდონის სამეფო თეატრში გამოვედით. ხო გითხარით აი პირველ ხარისხოვან სცენებზე. ეხლა მაშინაც ყავდა და დღესაც აქვს საოპერო ხელოვნების უდიდესი მომღერლები და ვარსკვლავები ყავს. თუ გინდა დრამატურგიის და თუ გინდა დრამატურგია შეყვალა გიკი და ესე რომ ყველა ინატრებდა ესეთი კორიფები ყავდა მსოფლიო მნიშვნელობის. მაგრამ ეროვნული პროგრამით, აი მე ვიძახი, ეროვნული პროგრამით პირველად გავიდა ქართული ცეკვა. ახლა ხო ასეთი დიდი ჟღერადობის სიმღერები გვაქვს ჩვენ არა რაღაც სასწაული ანალოგია რა ხავს თემსოფლიოში მაგრამ რა ვიზახი აი 50-იანი წლებში პირველად ეროვნული პროგრამით გავიდა ის ბატონო მარტო თქვენს ოსტატობაში ხომ არ არის საქმე შეიძლება პროდიუსერები ან ვინ იყო თქვენთან პროდიუსერი ის ადამიანიც ძალიან ბევრს მუშაობდა ან იქნებ აი რუსეთიდან საბჭოთკავშირი ხო რუსეთი იყო და საქართველოს რუსეთი იყო არელოდნენ ამას და მოლოდინიც იყო სხვა ხო გესმით აი პოლიტიკური კონjunქტურის მიერ განპირობებული მარტო იმის გამო რომ ასეთი მაგრები იყავით იქნებ სხვა და შოუ ბიზნესში ნუ ნებისმიერ სხვა თეატრალურ თუ სასცენო ბიზნესში ესია რომ ანტრეპრენიორს ანუ წარმომდგენს და გამქაჩავს ამ ამბისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამაშიც მაგრები იყვნენ თქო თქვენები? კი, მაგაშიც მაგრები, მაგრამ უმთავრესად ხელოვნებით იყო ეს ყველაფერი განპირობებული. იცი რატო? ეხლა მე გეტყვით ახლა. იცი სანახაობრივად ძალიან მიმზიდველი არის ჩვენი ანსამბლის ყურება და რატომ ახლა გონდებით. იცით ყველა კუთხის მხარის ცეკვები არის. ეს ხო განსხვავდებიან ერთი მეორისგან. ხო, განუცნაურია. აბსოლუტურად განსხვავდებიან. ხასიათი ჩანს თითოეული კუთხე. აბსოლუტურად აჭარა სხვა არის, ეს დასავლეთ საქართველოს კიდევ მხარეები სხვა არის. ამას სამხრეთ საქართველოს ემატება სვანეთი, ემატება აჭარა, ემატება ქალაქური ფოლკლორი. ეს სულ ყველაფერი სხვადასხვა ჩაცმულობა სხვა არის, ხასიათი სხვა არის. აი განსხვავებულები იყო ყველა ნომერი ერთი მეორესგან განსხვავებული იყო. მოდი თქვენ წარსულზე საუბარს დავიმევანებო და აწყობსაც ვილაპარაკობ დღეს მე თქვენ გიხილეთ ერთ-ერთ გადაცემაში სადაც გარკვეული კრიტიკული შენიშვნებიც ჰქონდათ დღევანდელი ანსამბლისადმი დღევანდელი მიმართულებისადმი რომელსაც ავითარებს თქვენი ანსამბლი. ეს შენიშვნები შეგიძლიათ ფორმულირება რომ მოახდინოთ ახლა მათი კიდევ ერთხელ და ან თუ განავითაროთ. კი ბატონო ახლა ჩემს ვიტყვი
ჩემ შეხედულებას რასაკვირველია უნდა განვითარდეს. რასაკვირველი ადგილზე გვქონდა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ რა ეგრე კი არ იყვანა საუკუნეები. აბა ძალიან აბა როგორ უნდა განვითარდეს და მე ტალანტები არ ვითარებენ ამას და თვითონ ეს ავიასანსაბლი ძალიან ფრინავენ ისეთი ბიჭები და გოგოები, ტექნიკა გაიზარდა ძალიან სასწაულად. ტექნიკა გაიზარდა. ძალიან. მათ ცოტა ინდივიდუალები აღარ არიან ესეთი, როგორიც ინდივიდუალიზმი დაიკარგა. ინდივიდუალიზმი ხო, თვითონ აი ახლა არა, ამ მიმდევრობაში შეიძლება არც უნდა იყოს, მაგრამ ერთნაირად როგორც ახლა არის ტექნიკის მხრივ ძალიან ძლიერები არიან. რა არის? აი ხა იცით რა არის? აი ჩემი ფორმულირება რა საქმეა? აი ესეთია. რასაკვირველია უნდა ახალი ითხოვს ხალხი ახლა ცხოვრება იცვლება, ეპოქა იცვლება, მოთხოვნილება კიდე სხვა არის რაღაც. შემდეგ უნდა გაიზარდოს, მაგრამ ეროვნულ ჩაჩოს არ უნდა გაცილდეს. ვინ დაადგინა ეს ჩაჩო? აი ეროვნულ ჩაჩოს თუ გაცილდი, ის შენი არ არის და ამასაც გააკეთე. ვინ დაადგინა ეს ეროვნული ჩაჩო? ეს ხო ძალიან სუბიექტური. ერმა. არა, ერი ახლა ვერ დაადგენს. არა. ერთი მეთოდია, აი ეს საყვედური ხშირად სვენია და არა მარტო სუხიშვილებზე შეიძლება გავრცელდეს, არამედ ზოგადად ყველაფერს. აი არის ამბობენ, რომ არის რაღაც ჩარჩო. ბატონო, ეროვნულობას გაცდა. დაკარგა ფესვები, მაგრამ აი კრიტერიუმი ამის დადგენისა, ეს ხო ზოგადია მართლაც, იმიტომ თქვენ როგორც სპეციალისტი ერთს ამბობთ, შეიძლება გამოჩნდეს მეორე, არანაკლებ პატივცემული ან ვიღაცისთვის უფრო პატივცემული ან ნაკლებად არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა სპეციალისტ რომელიც თქოს რომ არ გამცდენიაო. აი რთულია თქო გესმით, აი ამის აქ არა არ არის რთული, არა რა კრიტერიუმები არსებობს. არა რატო რთული? ცეკვაში რა კრიტერიუმები არსებობს, რომ აი ეს ცეკვა გასცდა ეროვნულობის ჩარჩოს. არა, აქ არის იცით, უმთავრესად ჩემ შეხედულებას იცახე, ჩემ შეხედულებას. ხო, თქვენ სატრფიალო ცეკვებია რა, ხალი და მამაკაცის სატრფიალო ცეკვები. აქ არის კრიტერიუმი იმისი, ზნეობრივი თვისებები უნდა გამოავლინო, რაც ერთ-ერთში მიღებულია, მეორეში ის მიუღებელია. აი ახლა ერთ მაგალითს მოგიყვანთ ორ მაგალითს. რუსული ცეკვა ვიყოთ რა. რუსული ცეკვა ძალიან ნებისმიერ ესე ხალი ცეკვავს თამამად და კაცი მისდევს ამას და ცხვირწინ უწევს ფეხს. და ფეხს აი მივავალ და ცხვირწინ ფეხს ის შევბას და მიდის. ასევე არ ზოგით ლამაზია ეგეთი. ძალიან ლამაზია. ეს მისე მიღებულია ხო იმათთან. ასევე არის ესპანურ ცეკვაში. აი ესპანურ ცეკვაში, როდესაც იყო მაგაზე გამათი იყო თავის დროზე ესპანელ მოცეკვებთან ჩვენი გამათი იყო და პირადად ჩემი და ეხლა რა არის ის ესპანური ცეკვა ძალიან მიმზიდველია და ყველა მიცის რომ როგორი აიტაცა თელმა მსოფლიომ და კი ბატონო. ეხლა მათ ეხლა როდესაც შეეხნენ ქალის და მამაკაცის დამოკიდებულება, სატრფიალო დამოკიდებულება, ეგ მაშინ აქ მე ცოტა შევაჩერე და რა ვთქვი, თვითონ კი ბატონო, ტრფიალი მიდის. ერთ-ერთი ერია თემ სოფლიოში, რომელიც თავის სხეულს კასტანეტკები თავის რიმს აძლევს. ერთ-ერთი ერია. და როგორც უნდა ისე წაიყვანს თავის მოძრაობას, თავის იმას სხეულს. მაგრამ აი ეს ტრფიალის დროს უკვე ხალი მე ვთხარი უკვე ხალე უკვე გამოდის იგივე ანალოგიური არა და ამ დროს უკვე იკებს კაბას ბატონო ჩვენ იმეს ბატონო ჩვენ სამწუხარო ძალიან ცოტა დრო დაგვჭირ იმისთვის მაგრამ ზარები ხო არ შემოიყვანო ჩვენ ტელეფონის ნომერი არის 2-400-030 ვერ ვასწრებ მე გავწევ პასუხი ხო ვერ ვასწრებ სამწუხაროდ ისე გავერთეთ საუბარში რომ შეიძლება თქვენ ცოტა გვიან შემოგძანდეთ კარგი ბატონო მაინც საბოლოო ჯამში მინდა გკითხოთ თქვენ აი ამ მიმართულებას რომელსაც დღეს ანსამბლი ანვითარებს პატარა ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით ეს პროგრესია ეს წინწასვლა თუ ეს აუცილებლად პროგრესი უნდა იყოს არა არის მაგრამ იქ შენიშვნებია ხო საბოლოო ჯამში ეს მუშახასიათის შენიშვნებია თუ თქვენ რაღაც ფილოსოფიური ფუნდამენტური პრობლემაა არა მუსიკასთან არის აქ საქმე, რომ მუსიკა უნდა იყოს ჩვენი. ქართული მუსიკა უნდა იყოს. და რაღაცა იქნებ არა კავკასიური მუსიკა. რაღაცა იქნებ შეიცვალა, იცით? რაღაცა იქნებ ისე განვითარდა, რომ საჭიროებს აი ქალის ამბავიც რომ ავიღოთ. ქართველი დღევანდელი ქალი ხო, იმ ქალისგან, რომელიც თუნდაც 40-იან წლებში იყო. ძალიან განსხვავდება, ანუ ქალსაც უნდა რაღაც თავისუფლება იქ. აი ხო რა. სცენაზე. ან მუსიკასაც თუ შევეხებით, ის ელემენტები საერთო კავკასიურიც რომ აიღოთ. ჩვენი მუსიკაც ხო ცარიელ ნიადაგზე არ აღმოცენებულა და იქნება ეს მუსიკალური ექსპერიმენტებიც საინტერესოა. საბოლოო ჯამში, ბატონო, მაყურებელი არ განცავს, ყავს. ნუ თუ ჩვენ არ გვაქვს ჩვენი მაყურებლის იმედი,
რომ თავად მან განსაზღვროს, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი ანშლაგებით მიმდინარეობს და მიდი ის ამბები ხდება იქ. ხო და იქნებ მაყურებელი ყოველთვის მართალია, იქნება ეს არის ეს პოზიცია. გააჩნია მაყურებელს, ეხლა იცით. მაყურებელს ხარისხი აღარ ბარგა? არა. ჩი რა შეესაბ, რასაკურველი უნდა წეგან თუ უნდა განვითარდეს და ეგრეც უნდა იყოს და ეგრეც არის, მაგრამ სუძახე ხა, მაგრამ ჩი რა არის. მაშინ შენ ნუ ჩაისმე ეროვნულ ტასაცმელს. ჩაისვი ბოტასები და ჯინსები და რაც გინდა გააკეთე. თუ შენ ეროვნულ ტასაცმელს იცავ, უნდა დაიცვა ის წესები, რაც ერთს აქვს. რაც ერთს ეს აქვს, მეორე ერთს ის არ აქვს. ასაგები. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო საუბრისთვის, დიდი მადლობა იმისთვის, რომ მომბრძანდით ჩვენთან სტუდიაში და რაღაცები თქვით. ჩვენ რაღაცები ვაპარაკობთ. მე რა არის, რა არის, ახლა მე თუ რამე შენიშვნა მაქვს, თქვათ, ჩემი თქვენგან გამომდინარე. ჩემი გამომდინარე, მე ცალკე დაუждები და თუ მიიღებ რამეშველი იცი როგორ გამზარდა მე და როგორ ვიყავი მე რამეშვიდან. აი ხა უყურე 4 ცეკვა, 3 ცეკვა და 4 ცეკვა დაიდგა როგორც კი მივედი რამეშველი. თან გივისურვებასთან ერთად პარტნიორი ვიყავი ნინო რამიშვილის 30 წლის განმავლობაში. ეს ახლა წარმოიდგინე რამიშვილი მაგრამ მეთქეს ომარიო. შენ რაც მოგწონს არ მოგწონსო შენი ის სათქმელიო, შენ თქვიო, მითხარიო. ხო. მე მივიღებ თუ არ მივიღებ ეს შენი საქმე არ არის, შენი საქმე არ არის. მაგრამ იცოდი არ მომატყუილიო. ხო, შენი დამოკიდებულება ხო, არ მომატყუილიო. მეც ახლა მე პირადად თუ რამე ჩემი შეხედულება ნინო მივარ მიმართავ და მოლაპარაკები. კარგი, ძალიან მადლობა. ეს არის ჩემი ცხოვრება, ეს არის ჩემი ანსამბლი, ეს არის სხვა ბიოგრაფია მე არ. მართალია, დიდი მადლობა იმისთვის რომ მომბრძანდით ჩვენ ამით დღევანდელ გადაცემას. ვასრულებ და მე გემშვიდობებით ხვალამდე, ხვალდილით, ანუ დღესაც წავიყვან გადაცემას, ხაც სულიერ კვირას მაგრამ. ხვალდილით უკვე დილის გადაცემა იქნება ეთერში. კარგად ბრძანდებოდით.